მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თამთა. ეს არის სფეროს პოდკასტი და დღეს ჩვენი სტუმარია დავით კანდალაკი, ძალიან მაგარი იოგი და ძალიან საინტერესო ადამიანი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ თემაზე, როგორიც არის რეალური ცვლილებები და ცნობიერების ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული პრობლემები. დავით, მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ. ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის შენთან ამ თემაზე საუბარი და მადლობა, რომ მოკლედ დღეს ხარ ჩვენი სტუმარი. მადლობა და ერთად განვიხილოთ. ეგრე ვქნათ. კაი, პირველ კითხვას დაგისვამ მაშინ. შენ როდის მიხვდი, რომ რაღაც ცვლილებები იყო საჭირო შენთვის და აი ამ გზაზე იოგამ რა როლი ითამაშა? ცვლილებების აუცილებლობა ჩემ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩემ შემთხვევაში განპირობებულია იმისგან, რომ ადამიანს რაღაც აწუხებს და ამ წუხილის მდგომარეობაში, ან ცნობიერების წუხილის მდგომარეობისა და ცნობიერებას რაღაც აწუხებს ტკივა, ტრავმა აქვს და ეს ტრავმა არის ამ ცნობიერების უდაოჭრილობა, ეს მდგომარეობა თავის თავში მოითხოვს ცვლილებას, იმიტომ რომ გინდა რომ აღარ გტკივოდეს და განთავისუფლდე იმისგან, რაც გაწუხებს. საკუთრივ ვფიქრობ ესეთ რაღაცას თამთარა, რომ ადამიანს რომ არ აწუხებდეს რამე, არც არასდროს არ შეიცვლებოდა, ხო, ანუ ცვლილების მოთხოვნილება, შინაგანი მოთხოვნილება დგება იმიტომ, რომ ადამიანი უკმაყოფილოა იმითი, რაც დღეს მის ცხოვრებაში, მის ცნობიერებაში ხდება. შესაბამისად, ეს განაპირობებს იმას, რომ მოდი რაღაცა შევცვალო. შესაბამისად, რახან ადამიანებს და რა თქმა უნდა მეც მაწუხებდა მტკიოდა ამან განაპირობა ცვლილების სურვილი, მოთხოვნა. ხო. და ზოგადად ანუ ხო ეს რაც ამბობენ რა, ან იქ აღარ გინდა რომ იყოს სადაც ხარ და ამიტომ იწყებ ცვლილებებს, ან სადღაც გინდა რომ იყო და ჩემთვის ეგეც ესე ფორმულირდება, რომ იქ სადაც ხარ არ მოგწონს რა. რა თქმა უნდა, ეგ ერთი იგივე ხო დაახლოებით ალბათ რა. ესეთი ყველაზე თვალსაჩინო რაც კი ოდესმე წამიკითხავს არის კასტანედას მასწავლებლის დონ ხუანის სიტყვები და სწავლება ის იყო, რომ თუ უკმაყოფილო ხარ იმითი, რაცაც იღებ, უნდა შეცვალო იმას, რასაც აკეთებ და ესეც ცვლილების მკაფიო მაგალითია. სინამდვილეში ყო ის არის, რაც ეგან ვახსენეთ, ეგ არის, რომ თუ უკმაყოფილო ხარ, როგორც ხარ, უნდა დაიწყო ძებნა. ძებნა იმისა თუ რა შეგიძლია შეცვალო. კი. და რა არის შესაძლებელი. კი, და იმართლა ცვლილება თუ გინდა ესეთი გამოთქმაც არსებობს, არ მახსოვს ვინ არის ამ ფრაზის ავტორი, რომ სისულელე აკეთებდა ერთი და იგივე ქმედებებს და ელოდებოდა რაღაც განსხვავებულ რეზულტატს რა. გამორიცხულია, ხო? ხო, ამიტომ ქმედებების შეცვლაც ძალიან მნიშვნელოვანი ამ გზაზე, იმიტომ რომ მგონია რომ აი არ ვიცი, ალბათ ძალიან იშვიათ შემთხვევების გარდა აი წკაპ და სხვა ცნობიერებით გავიღვიძე ვერ ხდება რა და აი იოგამ რა როლი ითამაშა შენი ცნობიერების ცვლილებაში? მოდი ახლა იმას დავუბრუნდეთ, რაღაც თქვი რომ წკაპ უცბად და სხვა ცნობიერებით გავიღვიძე არ ხდება, ხო? თუ წკაპ მოხდა და უცბად ასე გაიღვიძე და შეგეცვალა ცნობიერება, ეს არ ნიშნავს, რომ იმის ქვემოთ არ იყო მთელი დინებები. ანუ გამორიცხული წკაპ არ ხდება ეს მართალი. იმის უკან ძალიან დიდი დინებები იყო, რომელიც შეიძლება ცნობიერებისთვის ესე შეუმჩნეველი თვალით მიედინებოდა. მაგრამ წკაპ და ესე არ ხდება. მოდი ესეთი რამე ჩავთვალოთ და ვნახოთ რა, რომ ბავშვი ერთ დღეში ხო არ იზრდება. არც ორ დღეში არ იზრდება. ხო, არც ცნობიერება არ იზრდება ესე მალე და უცბად თუ წკაპ მოხდა და ჩვენ შევამჩნიეთ ცვლილება, ეს ნიშნავს იმას, რომ უკან დინება მიედინებოდა. ზოგადად ბავშვსაც ხო ესეა, რომ ასე ყოველდღიურობაში არ ჩანს ცვლილება და უცბად ამჩნევ, რომ გაზრდილა. უცბად არის, რომ ზუსტად იგივე მართება ცნობიერება. წკაპ და უცბად გაიზარდა რაღაცა არც ჩვენში ხდება ცნობიერებაში და არც ფიზიკურ დონეზე. იოგა რაში დამეხმარა? ხო, იოგა რას ნიშნავს? იოგა ნიშნავს, რომ
შეიმეცნო საკუთარი თავი და საშუალება, ოღონდ უნივერსალური საშუალება, იოგა არ ნიშნავს იმას, რომ ის ჩაკეტილია რაიმე სახის იდეოლოგიით, სწავლებით ან რამით. ნებისმიერი თვითშემეცნების პროცესია, სადაც ადამიანი თვითშემეცნებას აწარმოებს, ყველაფერი იოგა. შესაბამისად, თუ კითხვა ეხება კლასიკური იოგა რაში დამეხმარა, კი დამეხმარა თავიდან, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ თუ რა მასშტაბებზე გადის იოგა, მივხვდი, რომ ეს იოგა არ აქვს რაიმე სახის ფორმა, რომელიც კონკრეტულ რაიმე სწავლებაზე შეგვიძლია ესე ამოუჭრათ. კიდევ ერთხელ ვახსენებ კაფიოთ, რომ ნებისმიერ სახის თვითშემეცნების პროცესი იოგა. ნებისმიერ სახის რა გზითაც არ უნდა წავიდეს ადამიანი. შესაბამისად ისე ვიქუბრუნდებით, რომ ხო, როცა გაწუხებს ადამიანს, მე ვცდილობ რომ შეცვალო. და რა გზით შეცვლის მნიშვნელობა არ აქვს. მე მგონია, რომ ყველას თავისი გზა აქვს და რაღაც პრაქტიკა შეიძლება შენთვის მუშაობს და მუშაობს შენზე და ჩემზე არ მუშაობდეს რა, მე არ ვუყურებ ამ ცვლილებების გზას სწორხაზოვნად რა, იმიტომ რომ განსხვავდებით ადამიანები, ყველას სხვადასხვა რაღაცაზე გვაქვს სამუშაო და ყველასთვის რაღაც პრაქტიკა არის უნიკალური რა, ამიტომ ის რომ სწორხაზოვნად რა ეს აკეთე, ეგ შეიძლება იყოს გზის დასაწყისში და მე უკვე შენით იკაფავ გზას რა მუშაობს შენზე და რა ცვლის რეალურად შენს ცნობიერებას და ეს რაღაც მაინტერესებს, აი ძალიან ხშირია ადამიანები ამბობენ, რომ გავიღვიძე. აი რას გულისხმობენ შენი აზრით ამაში და შენთვის რა არის გაღვიძება? მე ეხლაც ვიღვიძებ. როდესაც ვერ ხედავ საკუთარ თავში იმას, რაც აქამდე იყო და მიდიოდა და რაღაც მომენტში რომ დაინახავ, ესა გაღვიძება. და განაშენში არ არის ისეთი მომენტები და ჩემში, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ხედავთ. ძალიან ბევრი. შესაბამისად კიდე იღვიძებ, ხო ესეა? კი. და ეს პროცესი არ გაჩერდება მანამ, სანამ ჩვენ ცნობიერებაში არ ვნახავთ ყველა უკიდურეს ყველა წერტილს. შესაბამისად, გაცნობიერების იმ ნაწილს, რომელსაც ესე გაღვიძება დაგექვემება, სწორედ ის ნაწილია, როდესაც შენ ამბობ, რომ მე ამას ვერ ხედავდი, თურმე მეძინა. ეხა გამოფხიზდი და დავინახე. სიცხადე შემოვიდა ჩემ ცნობიერებაში. ეხა დავინახე და გავიღვიძე. დავინახე, გავიღვიძე. ვერ ხედავდი. მეძინა. და ეს პროცესი სულ ცოცხლად მიედინება. დაინახე და კიდე დაინახავ. კიდე გაიღვიძებ. და კიდე მანამ სანამ ყველაფერი არ იქნება დანახული. და თან აი ძალიან მომწონს რა ეგ რაც მიპასუხა, იმიტომ რომ გავიღვიძე და გაღვიძებული ვარ არ არსებობს, იმიტომ რომ სულ შემოდის ხო ჩვენ ცნობიერებაში რაღაცეები, რამდენი შრე გვაქვს აღმოსაჩენი და რაც ეს რაც ამბობ, რომ ეხახვი რო გაფსქნა რა, ანუ რამდენი ფენა უნდა მოვაშორო და ხო სულ ვიღვიძებთ რა და ეს სიცხადე კიდე შეიძლება დაგვეკარგოს და პროცესია რა მგონია რომ სანამ ცოცხლები ვართ, მაგ პროცესში ვართ რა. ერთი რომ გაიღვიძე, ეს იმის გარანტია არ არის, რომ ისევ დაგეძინო. შეიძლება ისევ დაგეძინოს და რასაც ამ მომენტში, როდესაც შენ გაღვიძება უთხარი, სიცხადე შემოიტანა. ამის შენარჩუნება ასე ხშირად რთულია. რაღაც მომენტში მე ისევ იძინებ და მე ისევ იღვიძებ. და ასე მიდის მანამ სანამ ეს გაღვიძება კონკრეტულ საკითხთან არ იქნება ძალიან მყარი. და ის იქნება სულ უკვე გადაწყვეტილ მდგომარეობაში. ჩემთვის ცნობიერებაც კუნთი არის რა, როგორც თუ მინდა რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიყო, უნდა ვივარჯიშო და თუ შევწყვიტე ვარჯიში, ეს ფორმები რაღაც პერიოდი გამომყვება, მაგრამ მე აღარ იქნება ისეთი, როგორც მინდა რომ იყოს, ჩემთვის ცნობიერებაც ეგ არის, სულ უნდა იმუშავა და თან მაინც შეიძლება დაიძინო რა და ოკეი, ეგეც გზის ნაწილი მგონია, რომ მე თავიდან გაიღვიძა და მიხვდა, რომ უი, აქ ჩამძინები. ხო, იმიტომ რომ გაღვიძება სიცხადეა და სიცხადეს თავისი ალბათ ძალაც გააჩნია, რომელიც ხშირად ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ იმ ნაწილს, რომელიც თვითონ ცნობიერებაში
ვერ ფარავს იმ ნაწილს, რომელიც მანამდე ჯერ კიდე გაუცნობიერებელი იყო. შესაბამისად, რას ვფიქრობ, რომ თვითონ ამ გზაზე ეს პროცესი სულ მიედინება, ანუ ვერ გაჩერდება. წეგან შენ კიდე ერთხელ გამეორე რაღაც კარგად თქვი, რომელზედაც ნუყურე ნახე. დაძინებაც პროცესი არის რა. შეიძლება ვეღარ ხედავდე იმ მომენტში და ვერ ხედავ თავიდან დაატრიალოს საკითხი ისე, რომ მე კიდე უკეთესად დაინახო და უკეთესი სიცხადე შემოვიდეს. და ეს არ გაჩერდება მანამ სანამ მთლიანად საკითხი არ იქნება ცხადი. როგორც ერთი ნახე უყურე შენ თქვი რომ ცნობიერება ჩემსავით ჩემთვის კუნთი არისო რა. ძალიან ბევრი ხანია ვიკვლევ ამას და ისე როგორც ჩემ თავში და სხვა ადამიანებშიც რა. მოდი ესეთი რამე პარალელი რო გავალოთ რა, აი ხო გიორჯიშია რომ და მე რაღაც ხო გიორჯიშია თქმა უნდა და ჩათვალისით რაღაცა რა, მარტო ხელს რო ავარჯიშებდე რა, კონკრეტულად აი მოძრაობას რა. მოხდება შემდგომ რომ გავარჯიშებდება აი ეს ნაწილი. დანარჩენ შენ სხეულში იქნება ესეთი უვარჯიშებელ კონდიციაში. თუ ცნობიერებას არ გააჩნია თვით განახლებადი მექანიზმი, რაც მოიაზრებს მუდამ სიახლის ძებნას და ამაში განსჭოლას, მაგ შემთხვევაში ცნობიერება განვითარებას აჩერებს. მოდი ახლა ამ ცოცხალ მაგალითს გეტყვით რა, ჩვენს ცხოვრებაში ხო გინახია ესეთი ადამიანები, ვინც ჩვენ ვიცნობდით ადრე და ეს ადამიანები დღემდე იგივე მუსიკას უსმენენ, იგივე თემებზე საუბრობენ, იგივე ფილმებს უყურებენ და ეს წლების განმავლობაში არ იცვლება. ერთი და იგივე კაფეში დადიან სიტყვაზე, ერთი და იგივე გასართობით მიდიან, ერთი და იგივე ადგილზე მიდიან დასასვენებლად და ასე შემდგომ. და მათი მოძრაობის საუბრის დიაპაზონი სულ ერთი და იგივე არის. ფიზიკურ დონეზე რო ვიღოთ, ხო, ტვინში ნეიროსინაფსები ერთი და იგივე გზას ატარებენ სულ ყოველთვის. მაგრამ როგორც კი სიახლე შემოდის, ეს შენ გაიძულებს ხელახლა შეხედო პროცესს ახლებურად. და თუ ამას გააკეთებ, ძველი არსებული სინაფსები, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირი არ ქონდათ, უკავშირდება და ეს ხდება მაშინ, როდესაც შენ ახალ პროცესით დაკავდები და ახლებურად დაიწყებ ამის შემეცნებას. და ეს ახლებური შემეცნებაზე, როდესაც ამაზე საუბარს იწყებ, ეს საუბარიც სწორედ იმის პროცესის ნაწილია, რომ ძველი გამოცდილებები ერთმანეთს დაუკავშირო, რასაც აქამდე დაუკავშირებული იყო და კიდევ მოგცეს ამას საშუალება, რომ ახალი შეიმეცნო. იმიტომ რომ თუ ახალის შემეცნების პროცესს არ აკეთებ, ფიზიკურად ტვინი ეჩვევა იმას, რასაც ძველად აკეთებდი და ცნობიერებისთვის ეს კეთდება უკვე მექანიკური პროცესი. შესაბამისად, ახალი რაღაცის დასწავლა, ახალი რაღაცის დანახვა, ახალი მოგზაურობა, ახალი მუსიკის მოსმენა, ახალი კერძის გასინჯვა და ყველაფერი არის იმის, რასაც ჩვენ განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა. ეგრე. თან მაგ დროს რაღაც ახალი ნეირონული ბილიკებიც იქნება. მიდის და მედის, რომელიც არ ჩერდება. თუ ცნობიერება ურთიერთობა ნებისმიერ რაღაცა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, თვით განახლებადი არ არის, ის უძველია. და რაც ძველია, მე მიდის სტაგნაციაში. კი, და სხვა შორის ჯო დისპენზას რაღაც პოდკასტი მოქვს მოსმენელი, რომ შენ თუ სულ ცუდად ხარ, ესე იგი შენი ტვინი არის წარსულში, ანუ არაფერს არ აკეთებ ახალს, ახლებურს, ვერ იქმნება ახალი ნეირონული ბილიკები და ცუდად იმიტომ ხარ, რომ შენი ტვინი არის წარსულში. შენ კი აქ ხარ, ხო? კი ბატონო, სულ ეგრე. სინამდვილეში რო ავიღოთ მაგას ესეთი ილუსტრაცია მივეცი რა. წარმოიდგინე ხა ორი რამე. ერთი ტელევიზიაში ხო გინახია ლაივ კამერა, ცოცხალი კამერა, სადაც
ჟურნალისტი არ საუბრობს, ან ჟურნალისტი შეიძლება საუბრობდეს და ცოცხლად მიდიოდეს კადრი. თუ ცოცხლად მიდის კადრი ხარაწყოში და თუ ცოცხლად არ მიდის კადრი გადაცემაში საუბრობენ იმაზე თუ რა მოხდა წარსულში ან რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ორი ვარიანტია რა. ან ცოცხალი კადრია და ლაივ გადაცემა ცოცხალად მიედინა პროცესი, ან საუბრობ წარსულზე. და ეს წარსულზე რაც საუბრობს, ესე ტექნიკურად რო გადმოვიდანოთ, memory card-ია, მეხსიერების ბარათი. და ეს მეხსიერების ბარათი სულ ძველია ის, რაც უკან მოხდა წარსულში. და ეს მეხსიერების ბარათი შიგნით ფაილებად რომ განვიხილოთ, ალგორითმულად ძველია. და რასაც შენ ფიქრობ, რასაც შენ აკეთებ, რასაც შენ განიცდი, სულ ყველაფერი ძველია. და თუ კი მომავალზე გეფიქრება, ესეც წარსული გამოცდილებიდან მიღებული ჯაჭვული მოლოდინია და არაფერი სხვა. და თუ ცოცხლად არ უცქერ, მაშინ memory card-ში ხარ. მეხსიერების ბარათში. ან ეს არის ან ეს. და იმას, რასაც ჩვენ მომავალზე ფიქრს ვეძახით, არის წარსული გამოცდილებიდან დასკვნილი მომავლის მოლოდინი. თუ რა შეიძლება მოხდეს. რა შეიძლება გინდოდეს. შენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი ილუზია, რაც ადამიანებს აქვთ სულიერ გზაზე, ანუ თვით შემეცნების და სამყაროს შემეცნების გზაზე? ყველაზე დიდი ილუზია არის სწავლებაში ჩარჩენა. და რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ თუ ფსიქიკური პროცესები მართლა მიდის, ამან ცვლილება უნდა მოახდინოს ყოფაში. ყოფასთან ყოველდღიურობაში ფუნქციონირებს გონება, ჩვევების ერთობლიობა, ანუ ხასიათი. და თუ ჩემი ყოფა არ იცვლება, ჩემი ჩვევები არ იცვლება, ჩემი შინაგანი მდგომარეობა არ იცვლება რეალურად, მაგ შემთხვევაში პრაქტიკას ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკამ ვერ შემოაღწია ჩემში. ნახე უყურე, მოდი ჯერა და ამ ამბავს მოვყვები რა. ამბავი ჩემი მოგონილი არ არის. სუფიები შექმნილი იგავი არის მოლას შესახებ, მოლა ნასრედინის შესახებ. მოლა ნასრედინი და მისი ვირი ქალაქში მიდიან. და სეირნობისას მოლამ დაინახა დიდი შენობა, სადაც ახალგაზრდები იდგნენ წინ. ერთად ახალგაზრდას ეკითხება, ესო რა შენობა არისო? რა შენობა არის და უნივერსიტეტიო? და რა ხდება აქო? რა ხდება აქ და აი შენი ვირი შეუშვიო უნივერსიტეტში და 5 წელიწადში ადამიანად აქცევენ. გაუხარდა მოლას და მოვარტყმდა და ვის შეუშვებს უნივერსიტეტში. 5 წელიწადში ბრუნდება უკან. და ერთ-ერთი ლამაზი სტუდენტი შეამჩნია, რომელიც თვალებით გავდა მის ვირს და მეუბნება, შენ ჩემი ვირი არ ახარო, მევიდა. შენი ვირიო დაუხურ სტუდენტი. არა, მე გიცანიო, შენ ჩემი ვირი ხარო. მე მივიდა მისაფერებლად და ამ სტუდენტმა წიხლი კრა მოლას და გადააგდო. ადგა მოლა იფერთხავს თავის ამოს და ეუბნება, ვირო ადამიანად კი გაქციეს, მაგრამ ჩვევები იგივე დაგჩაო. ეს იყო სუფიური იგავი, რომლის უკან დგას ძალიან დიდი სიბრძნე. ძალიან დიდი სიბრძნე იმაში, რომ თუ შენ რაღაცა ინსტანცია სწავლება ადამიანად გაქცევს და ფიქრობ, რომ ადამიანად გაქცია, მაგრამ ჩვევები იგივე დაგჩა. ხარ ვირი. ძალიან მარტივად. და სულიერების გზაზე თუ კი რაიმე სახის
აი მოსახის რეალური სურათი შეიძლება დაინახო, ეს არის შენი ყოფა. და თუ ყოფაში ცვლილებები არ ისახება, ესე იგი ცვლილებას არ დამდგარა. ცვლილებას ცნობიერებასა და ყოფას შორის შეიძლება რაიღაც თვითონ ეს სწავლება ან დისციპლინა ამოეფაროს. და ეს არის დიდი საფრთხე. დიდი საფრთხე იმისა თუ რაც ხდება შიგნით. ნახე, ავსინოზე ლევანთანაც ვისაუბრე და ეხლა კაფეოთ შევეხები შემდგომს რა. რა ჯობია ვითამაშო სულიერება, რა ჯობია ვითამაშო ცვლილება და ამისთვის მე ძალისხმევა დამჭირდეს თუ არ დამჭირდეს ძალისხმევა და უძალისხმევად მიედინებოდეს პროცესი. ახლა უყურე ესეთ კაფეო მაგალითებზე რომ წამოვიღოთ ის არის რომ თუ მე შენთან ურთიერთობაში რაიმე სახის ძალისხმევა მჭირდება და პრობლემა ჩემშია და თავს ვიკავებ რაღაცით და ვიკავებ იმიტომ რომ ჩემს უკან სწავლება ან დისციპლინა დგას და დისციპლინა აკავებს ჩემს შინაგან მდგომარეობას რომელიც რეალურად არის. ეს ჯობია თუ სწავლება რომელსაც აღარ აწუხებს შიგნით ის რაღაცა რომელიც შენთან კომუნიკაციაში ჩდება. რა თქმა უნდა, მეორე იქნება უძალისხმევა და მდგომარეობს იმაში რომ მეორე შემთხვევაში რაც ახლა აღწერეთ, სწორედ ეს არის რეალური ცვლილება. სწორედ ეს არის ის, როდესაც სწავლებამ, მედიტაციამ, ტექნიკამ, ამ იდეამ თუ ნებისმიერ რასაც სულიერ პრაქტიკას ეძახიან, შემოაღწია შიგნი, იდენტიფიკაცია გაუკეთა, გაანათა, გააღვიძა და გაღვიძების მერე შიგნი მე არ მაქვს ის რამე, რომელსაც ჭირდება კონტროლი, ძალისხმევა, დისციპლინა, რომ იყოს გაკონტროლებული იმისათვის, რომ ჰარმონიულად ვიურთიერთო შენთან. უყურე, თქვა გაქვს სიტუაცია, მარტივ ილუსტრაციას გავუკეთებ რა. თქვა გაქვს ტელეფონი რა. და ჩემი არ საბაზისო რაღაცას ის ინსტინქტი მეუნება, რომ იცი თამთას ტელეფონი წაართვი. მაგ შემთხვევაში რა ხდება? ხო, გამაჩერებს სწავლება, მორალი და ასე შემდგომ. მაგრამ თუ კი სულიერი პრაქტიკა მიდის, თუ კი ფსიქიკური პროცესები მიედინება, მაგ შემთხვევაში მე დავინახავ იმ მიზეზებს, რომელსაც აქვს სურვილი რომ შენ ტელეფონი წაგართვას. და თუ ამას გავანაიტრალებ, მაგ შემთხვევაში მე აღარ დამჭირდება არანაირი ძალისხმევა, არანაირი ფიქრი იმისა, შენ ტელეფონი წაგართვა თუ არ წაგართვა. ეხლა ეს ტელეფონის მაგალითი გადმოიტანა შინაგან მდგომარეობასთან, რომელიც ყოველდღურად ადამიანების ცხოვრებაში ვლინდება. ჩვენ ძალიან ხშირად ვიკავებთ თავს ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ მომენტებზე. იმიტომ რომ შიგნი ისარგება ძალიან ბევრი რამე და ამას ვიკავებთ იმიტომ რომ ვფიქრობთ რომ ესეთები ვართ კარგები, ან იოგები, ან ფსიქოლოგები, ან მთელი რაღაც ნაწილები. ბოდი შენ მანდ გულისხმობ იმას რომ ვერ გამოვდივართ ეგოს იმ იდენტიფიკაციებისგან, რომ აი რაღაც მე მაგალითად დათო კანდელაკი იოგი ვარ და ეს არ შემეფერება. ხო და საქმეც მაგაშია. მაგას გულისხმობ. საქმეც მაგაშია და სწორედ მაგას გულისხმობ და თვითონ ეს მაგალითი რაც ახლა შენახსენე, რასაც გინდა გადმოიტანო ყველგან იმუშავებს. თუ მე სიტყვაზე ვიდენტიფიცირდები იოგად, სხვა იდენტიფიცირდება კარგად. სიტყვაზე ის იმად და ასე შემდგომ. ან თვითონ როდესაც ადამიანი რაღაცა სახის სწავლებას, პრაქტიკას ან სულიერ ფსიქიკურ ნაწილს სწავლებას იწყებს, ასე ვთქვათ, ის ამავე დროს ფსონსდებს მასზე. ფსონის დადება ნიშნავს იმას, რომ ის ცდილობს, რომ მიესადაგოს თავისთავად იმ სწავლებას და შესაბამისად ეს რომ ხდება, მერე იწყებს კონტროლს და კონტროლს იმისა თუ რა გააკეთოს ცხოვრებაში. მაგალითად თუ სიტყვაზე არის მაგალითად ხო ვიღაცა ბუდისტის ბერი, ის ეცდება რომ თავისი შინაგანი კონსტრუქცია დაუსადაგოს იმას თუ როგორ უნდა იყოს ბუდისტი ბერი. და ეს არ იქნება უძალესხმევა პროცესი. მაგრამ ცუდი პროცესი ხო არ იქნება, იმიტომ რომ ცუდი პროცესი არის. ცუდი პროცესი არის. და მაკეთ გინდა რა, რომ განვითარდე.
ცოტა პროცესი კი არ იქნება. მუღამე მდგომარეობს იმაში, რომ შენი თავი კი არ მიუსადაგო, რაღაცა სახის იდეას და იდეალს. პირიქით გააკეთო ეს. გაიგო თუ შიგნით რა ხდება და თუ შიგნით რა ხდება, როდესაც გაიგებ და დაინახავ, მე არც მისადაგება გჭირდება და აღარც კონტროლი. ამ შემთხვევაში გაიგებ რა არის ბუდიზმი, თუ კი მიყვები ინსტრუქციას და თუ კი მიყვები იმას, თუ რა ხდება შენში, გაიგებ ბუდას. უბრალოდ ჩემი აზრით, აი ეგ გზის დასაწყისში ძალიან რთულია. ნახეთ, სწავლების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს გაძლევს ინსტრუქციას და რაღაც მომენტამდე გეხმარება. მაგრამ მე ხდება შემდგომი რა, რომ შენ იწყებ მოქმედებას, აქტივობას, საკუთარი თავის გარდაქმნას იმ იდეის მიმართ, რასაც ფიქრობ, რომ ის უნდა იყო. რომელიც შენ რეალურ ახლანდ მდგომარეობას არ შეესაბამება და ეს იწვევს კონფლიქტს. ერთ რაღაცას ჩემს ვიტყვი რა, თუ გზის დასაწყისში არა უნდა რა, არ ვიცი შუა ნაწილში თუ არ ვიცი მეორე ნაწილში თუ როგორც არის, ეგ თუ ძალიან არ შეესაბამება იმას, ისე რომ ცოტა გაფრთხნა დაიწყე შენ თავის და რაღაც გაიაზრე, ასე თუ ისე ვინ ხარ, თუ აღარ შეესაბამება და თუ მართლა აფართოვებ ცნობიერებას და შენს თავს იცნობ, ფიზიკურად ვეღარ მიყვები მაგ სწავლებას. კი, გეთახმები, ხო. უბრალოდ ხო, ალბათ მეც ეგრე დავიწყე და ყველას ეგრე იქნება დაწყებული. ხო, თავიდან გჭირდება ალბათ. ხო, იმიტომ რომ არ ვიცი. მე ალბათ ვერ წარმომედგენია ის მდგომარეობა, რომ ადამიანმა ესე პირდაპირ დაიწყოს. თუმცა ალბათ შესაძლებელი არის ინსტრუქციების გარეშე მიყვევს ყველაფერს. თუმცა მე ინსტრუქციებით დავიწყე. მეც და არ ვიცნობ ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში. ხო, არც მე არ მინახავს ეგეთი ადამიანი, ვისაც ესე პირდაპირ არც ციგნის გარეშე, არც ვიღაცა მასწავლების გარეშე, ან რაღაცის სწავლების გარეშე ესე პირდაპირ დაიწყოს, ხო? ხო, შეიძლება. იდეაში ხო სკოლაშიც თუ მიდიხარ და უნივერსიტეტში სწავლობ, იქაც იგივეა, ხო, ანუ მაშინ ეს მოწყვეტილი უნდა იყო ამ ყველაფერს, იზოლირებული ამ ყველაფერსგან და შენი ძალებით ეცადო ამ ყველაფერს გაკეთება. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა მოვხვდით სადღაც ისეთ ადგილზე, სადაც ჩვენ ინსტრუქციები გვინდოდა, გჭირდებოდა. უბრალოდ ამ ინსტრუქციებს ჩვენ თვითონ ვირჩევთ იმ ამბავში, რომ სუსუთავში შენახსენე ესეთი რაღაც რა, რომ ტექნიკები, სწავლებები სულ მუდამ განსხვავებულია და თუ ერთ შემთხვევაში ეს მუშაობს, მეორე შემთხვევაში არ მუშაობს. ხდება შემდგომი რა. პირველ რიგში სამი ინსტანცია. პირველ რიგში ის, რომ მე უნდა მინდოდეს, რომ შევიცვალო. როდესაც მე მინდა, რომ შევიცვალო, მე ვირჩევ გზას, როგორ შევიცვალო. და ამ გზაზე მე კონკრეტულ ადამიანს ვისგანაც მე მივიღებ დახმარებას. თუ სიტყვაზე მე არ მინდა რომ შენგან მივიღო დახმარება, ვერასდროს ვერ მივიღებ. და თუ მე საერთოდ არ მინდა რომ დახმარება მივიღო, მთელი სამყარო რო გასკდეს ამ დახმარებას არ მივიღებ. მაგრამ თუ მე მინდა რომ დახმარება მივიღო, მე გამოვნახავ გზას, სადაც მე გამოვალ ამ მდგომარეობიდან. კი. თუ ესე არ არის, მივალ მდგომარეობაში, სადაც მე ვერ დამეხმარებიან. და ესეც ხდება ძალიან ხშირად. ყველაზე გაყიდვადი ტრენინგები არის ის ტრენინგები, სადაც ჩემი ცხოვრება არ შეიცვლება. იმიტომ რომ ხშირად ადამიანს რეალურად უნდა პრობლემის შეცვლა კი არა, უნდა ის რომ ისტორია დაწოროს თავისი ცხოვრების. რომ ამ გზაზე რამდენი არა და თუ ბევრი არა და ბევრი იცოდა, მას შესაბამისად ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გზა გაიგზელოს იქამდე, სანამ მას ხელში არ მოუვა ეს ისტორია.
და მაშინ როდესაც თუ მას სურვილი აქვს და ეს არჩევანი დგება ორი რა პრობლემის მოგვარება აქვე არის და გზა აქვეა რომელსაც გინდა აირჩევ თუ გზა გინდა ნახავ ისეთ ადგილებს სადაც ჯერ შენი პრობლემა ვერ მოგვარდება და ივლი და თუ გინდა რომ მოგვარდეს აუცილებლად ნახავ მაგას და ეს უკვე იცი კი დაიწყებ გზაზე სიარულს კი დაიწყებ აუცილებლად გამოჩნდება მაგრამ თუ არ გინდა რომ ნახავ მიყოლ ისეთ ადგილებში სადაც შენი ცვლილებები არ დადგება კი და ეხა შენ ეხლა რომ საუბრობდით რეალურად სწავლებაში ჩარჩენა ახსენე და მან გულისხმობ იმასაც მე ესე გავიგე რომ რაღაც აკეთებენ ადამიანები რაღაც სულიერ პრაქტიკებს მედიტირებენ ამ შემდეგ მაგრამ მათ ქმედებაში და მათ ხასიათში და მოდი ესე ვიტყვი ხასიათის დეფექტებში არაფერი არ იცვლება რა და ჩემი აზრით ჩემს აზრს გეტყვი და შენიც რომ გითხრა თუ ადამიანი არ ფიქრობს იმაზე მაგალითად მე რაღაცა ესე ვიქცევი და ვხვდები რომ აზიანებს ჩემში რაღაცას აზიანებს ჩემში რაღაცას არ მოწონს მაგას თუ არ ვცვლი მე თვითონ თუნდაც თავიდან ძალით რომ აი ჩემს ზოლნაწილს კი უნდა და რომ შენთვის პირობითად რაღაც უხეშად ეპასუხა მაგრამ აღარ მივეცი ჩემს თავს მაგის უფლება მაგას თუ არ აკეთებ მგონია რომ აი არ ვიცი ყველაზე ძლიერი პრაქტიკაც რო გააკეთო შეიძლება შეიცვალოს ეს შენი ხასიათის გამოვლენებები მაგრამ აი ისე დუნეთ რომ მეტი არ შეიძლება ანუ ეს მედიტაცია და ასე შემდეგ მგონია რომ ყველაფერი არის დამხმარე რომ აი იმ შრეებში სადაც შეიძლება შენ ვერ ჩადიხარ რა ჯერ მაგაში დაგეხმაროს და მან რაღაცები გაანათოს და თუ მაგას არ აკეთებს აზრს კარგავს მედიტაცია ყველაფერი ანუ რას აკეთებ ხომ საკუთარ მაგაში აზრს კარგავს სწორედ ეხა შენ თლიანად ჩემი სათქმელი თქვი უბრალოდ ერთ რამეს დავამატებდი რა თვითონ ამ მედიტაციის ამ ყველაფრის გაცნობიერების თელი მუღამი მდგომარეობს იმაში თამთარა რომ ნახე შენ წაღან კონტროლი ახსენე ნახე შენ ახსენე კონტროლი რომ თუ ამას მაინც არ ვცდილობ რომ გავაკონტროლო მაშინ რაღა ჩემთვის ეს კონტროლის არ კმარა იმ ამბავში რომ თუ მე კონტროლი დამჭირდა კიდე ეს ნიშნავს იმას რომ ჯერ კიდე აფერი შეცვლილა არ სულ თავიდან არ გჭირდება საკუთარ მაგაშია კი ამან შეიძლება ნახე ყურე ამან დაინახა პრობლემა და ამ გაცნობიერების ძალით ეს გააჩერა გააჩერა ის იმას ანიშნავს ეს შიგნი არ არის ისევე რა თქმა უნდა მაგრამ ჩემთვის იქნება გაცნობიერება ის როდესაც შენ უძალისხმეოდ პროცესში ჩაიგნები ანუ ჩემში აღარ იქნება ის რასაც კონტროლი ჭირდება და ეს იქნება უკვე ცვლილება და თუ ცვლილება თუ ეს არის ამას კონტროლი აღარ ჭირდება და თუ კონტროლი ჭირდება ეს მხოლოდ და მხოლოდ იგივე ფორმა დაიჭერ და ამას სულ ვერ დაიჭერა და თან იცი რას დავუმატებ კიდე რომ მარტო ის კი არა რომ ეგ უბრალოდ აღარ გააკეთო მან კითხვა თუ არ დასვი რატო აკეთებ და შენს რა ნაწილს ჭირდება და ყვებავს მაშინაც აზრი არ აქვს რა თქმა უნდა რასაც ეხა შენ ისევ იქ მივდივართ იმაში მდგომარეობსა რომ კი შეგიძლია გააკონტროლო გააჩერო და გაჩერების მერე თუ ეს კითხვა არ დასვი და საკუთარ თავში არ ჩახედე ამას შეუძლებელია მაგი გააცნობიერო და გააცნობიერო ნიშნავს იმას რომ იქიდან გაქრის ანუ შინაგანი სურვილი დიალოგი აღარ გაჩნდეს იმისა რომ ეს ქმედება იყოს აღზრილი კი და ხო ეგ არის და ეს სწორედ ეს ნიშნავს იმას რომ განთავისუფლდე ამისგან აი მაგას შეგიძლია დაარქვა გამოიღვიძე და ეს ნიშნავს იმას რომ შიგნი განთავისუფლდი იმისგან რაც აქამდე გაწოხებდა სინამდვილეში ეს რაც ამას ქმნიდა იყო შიგნში შიდა პროცესი ამას დავამატებ რა და ეს იცი რა არის ოპერატიული ნაწილი გონება მაგაზე გახსოვს ადრე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ დღეს შეიძლება ეხლა ასე ფართოდ ვერ გავშალოთ
მაგრამ შენ ხარ ის ვინც უცქერს და რასაც ხედავ ხდება შენში ცოცხლად მიედინება და ეს პროცესი ახლა რაც შენ განიხილე ნიშნავს იმას რომ თუ კი შინაგანად მე მიწევს რაღაც ის გაჩერება გაკონტროლება ეს ნიშნავს იმას რომ ჩემში ხდება ეს და თუ ჩემში ეს იქნება აღმოფხრილი ამ შემთხვევაში მე აღარ დამჭირდება რაიმე სახის კონტროლი რომელსაც ენერგია მიაქვს ესეთი რამე კიდე ერთხელ გავანალიზოთ რა შენ ხარ ის ვინც უცქერს ხედავს და რასაც ხედავ გარეთ ხდება შენში ცოცხლად პროცესი ხდება შენში და თუ შიგნი ხდება ის პროცესი რისი გაკონტროლებაც მე მიწევს ეს ჩემგან მოითხოვს ენერგიას მუდმივ სახის ძალისხმევა მჭირდება საკუთარ თავზე რომ ეს გავაკონტროლო რაც ჩემში ხდება და პროცესი მდგომარეობს იმაში რომ შიგნით რაც ხდება ეს იყოს გაგებული განათებული შეცვლილი განთავისუფლებული და ამის შემდგომ მე აღარ დამჭირდება ამის კონტროლი და აღარ არის და პროცესი წავა უძალისხმევად და თუ კი ცნობიერებაში ერთი პროცესი მიდის უძალისხმევად ეს იმისი საშუალებაა რომ ყველაფერი შეიძლება წავიდეს უძალისხმევად უბრალოდ შიგნით ჯერ ამას ვერ ხედავთ ჩვენ და რო საკმარისად გამოგვიზებული ხო ამას გულისხმობ და აი შენ ეგეთი რაღაც თქვი რომ მოკლედ აი რაღაცას რო აღმოაჩენ რატო აკეთებდი და ამ შემდეგ ეგ არისო გამოგვიწება რა ერთ-ერთი ანუ რამდენი გამოგვიწებები გვაქვს რა და მე ეგ მესმინება ისე რომ შენი პატერნი აღმოაჩინე გამოიღვიძე მე კიდე რამდენი არის აღმოსაჩენი და თან შენ სულ აკვირდები და იკვლევ ამ უხილო პატერნებს რა და ძალიან საინტერესოა ჩემთვის შენი აზრი აი როგორ უნდა აღმოვაჩინო ჩემი პატერნები და აი თუ შეგიძლია უფრო გასაგები რო იყოს თუ რა თქმა უნდა შენთვის ეს კომფორტულია აი რო გაიხსენო შენი რომელიმე პატერნი და ის მომენტი როცა ეგ აღმოაჩინა და როგორ აღმოაჩინა წვეთავს როგორ წვეთავს იცი პროგრამა რომის უკან დევს ალგორითმი ხოდა ნაბიჯი 3 საათი სიტყვაზე ვიძახი წვეთი ნაბიჯი 3 საათი წვეთი და ეს ალგორითმი სულ გამეორებადი ტიპი არის სულ თუ შენ რეაგირებ ერთნაირად ეს ნიშნავს იმას რომ პატერნია ალგორითმია პროგრამა არის თუ შენ ყოველ დილას იღვიძებ და ერთი და იგივე პროცედურას აკეთებ ეს ალგორითმია სულ ყოველთვის და ეს არ ჩერდება არადროს მანამ სანამ ის არ იქნება ხელახლა გადაწერილი წვეთის მექანიზმი დავარქვი ამას რა და წვეთავს ხო შეგენიშნავს რაღაცა რო წვეთავს რა წკაპ ესეთი ტიპია რა წვეთავს ნიშნავს იმას რომ თავისი სიხშირით რიტმით და დროით მეორდება ესე რა ადამიანები ჩვენ სულ ერთი და იგივე მექანიზმებით რეაგირებთ გარემოს და ერთი და იგივე თვისებებით პასუხობთ ერთი და იგივე ჩვევებით პასუხობს რეაგირებას და ეს რა თქმა უნდა სულ ალგორითმია სულ პატერნია სულ პროგრამა არის თუ ამას დაინახავ მაგ შემთხვევაში შენ შეგიძლია ალგორითმი გადაწერო თუ ამას ვერ ხედავ ალგორითმი სულ ერთი და იგივეს გაგამეორებინებს სულ იგივეს გააკეთებს
იმიტომ რომ ეს ალგორითმი წარსულზე არის ორიენტირებული ტიპი, რომელსაც ტვინში გაჭრილი აქვს ფიზიკურად ტვინში გაჭრილი აქვს ნეიროსინაფსების ერთი გზა და როგორც კი შენ დაინახო სიტყვაზე პალმას, მომენტალურად გექნება ეს რეაქცია პალმაზე. ხო. სულ ყოველთვის. როგორი ტრანსფერის ქონდა პალმაზე, იგივე ნეიროსინაფსებს გაივლის და იგივე დამოკიდებული გექნება პალმასთან. მაგრამ შენ ხარ ის, ვისაც შეუძლია პროგრამის რემოდელება. თავარი არქიტექტორი ხარ, თავარი პროგრამისტი ხარ, რომელსაც შეუძლია ეს ალგორითმები განაწეროს. და სწორედ ეგ არის გაცნობიერება, ეგ იქნება თუნდაც გამოღვიძება, ეგ არის სწორედ ის ნაწილი, როდესაც შენ თავში ამ მოქმედ ალგორითმებს და პროგრამებს ხედავ. და ეგ როგორ უნდა დაინახო, იცი, ჩემი აზრით, უნდა შეგაწუხოს რა. ანუ მაგალითად, აი ესე რომ ვიქცევი სულ პირობითად ჩემს კონკრეტულ მეგობართან ურთიერთობაში, იქ უნდა შემაწუხოს, დისკომფორტი უნდა შემექმნას. ისე ვერ დაინახო, ხო, ვფიქრობ. მე გამჭირდებოდა ისე. მესმის. მოყურე, მაგ შემთხვევაში შეწუხებადი პროგრამა ესეთი კაფიოს არკია. შეგაწუხა და ამიტომ დაინახე, რომ ესე რეაგირებ. და რახან სხვა რაღაცები არ გაწუხებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაგან ძველი ალგორითმებით არ მუშაობს. ხო ესე, მაგრამ შეწუხების თვითონ სპეციფიკა ძალიან საინტერესოა იმ ამბავში, რომ კაფიოდ შეგიძლია დაინახო. კაფიოდ რაღაც გატკენს, მიხვდი? არ მოგეწონება შენი თავი და შეეცდები რომ შეცვალო. და ეს კაფიო მაგალითია იმისა, რომ შენ შეგიძლია სხვა რაღაცებშიც განაახლო საკუთარი თავი. აგრეთვე შეიძლება გადიოდი და აკეთებდე სიტყვაზე ერთი და იგივე ვარჯიშს. ეს ალგორითმია, ხო? ეს ხო არ შეგაწუხებს არასდროს. აი ესე, ხო არა შემაწუხებელი არ არის. ხო, ოკეი. თუ არ გვეძდება რა ხდება? სულ ერთივე ეს აკეთებ. არ ცვლი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ერთი და იგივე ალგორითმი არ არის. ხომ მიხვდი? და თუ კაფიოდ გამოიხედება ყოფაში, თუ ურთიერთობაში ეს ალგორითმი მაგ შემთხვევაში გიწევს ცვლილება, იმიტომ რომ არ მოგწევს შენი თავი. კი და ანუ ზოგადად აი მარტო სხვებთან ურთიერთობაში კი არა, რომ შეიძლება საერთოდ ესე არ შეგაწუხოს. მაგრამ აი საკუთარ თავთან გქონდეს ეს დისკომფორტი, ხო? ანუ რაღაც ცუდად გრძნობდე თავს რა. იმიტომ რომ აი ესეთი ებრაელი კაცი არის ბენ იაკობი, რომელიც არის 12 ნაბიჯის პროგრამის მამა რა. და ეგეთ რაღაცას ამბობს, რომ სულიერების გზა და ჩემთვის სულიერების გზა არის თვით შემეცნების, სამყაროს შემეცნების გზა. არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯოჯოხეთიდან მოდიანო და ეგ ჯოჯოხეთი შეიძლება ანუ შენს თავთან გქონდეს და საერთოდ ვერ ხვდებოდა რატო, სანამ შიგნით არ შეატრიალებ მაგ ცნობიერების სათვალეს, თუ ისევ გარეთ გექნება მიმართული, რომ აი ამაშია პრობლემა, ამაშია პრობლემა, ამაშია პრობლემა. ეგ ვერ დადგება. ისევ ცუდად იქნება. რა თქმა უნდა. ხო ეგ შიგნით ხდება ყველაფერი, რაც წეღან ვახსენეთ, ის არის, რომ წეღანის ვახსენეთ, რომ შენ ხარ ის ვინც ხედავს და რასაც გარეთ ხედავ ხდება შენში. ემოდი ხა ეგ თემაც გავშალოთ, იმიტომ რომ შენ ხშირად ამბობ, რომ გარშემო ყოფი ადამიანები არის ჩვენი სარკე. სამყაროს ჩვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლი. მოდი ეს გაგუშალე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა საუბრობ ამაზე და იცი როგორ არის? ეხლა ვფიქრობ ბევრი ამის სასაუბრო რა შეიძლება იყოს ამის მკაფიო ილუსტრაცია. თუ შენში არსებობს ბრაზი, გამოჩნდება ადამიანი, ვინც გაგაბრაზებს. და რამდენიც არსებობს შენში ბრაზი, იმდენი ადამიანი გამოჩნდება. ან იმ დოზით გამოჩნდება კონკრეტული ადამიანი. თუ შენში სირცხვილი არსებობს, ვინც შეგარცხვენს ის გამოჩნდება. თუ შენში არსებობს
ესე ხო უფრო ნეგატიური ტიპები არიან, ხო? ანუ ბრაზი შეიძლება სირცხვილი ეს ნეგატიურ ტიპებად შეიძლება წარმოვაგვჩინოთ რა. პოზიტიურ ტიპებსაც იგივე რამე მოხდება და გასულ ადრე ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის პოზიტიური არჩევანის ნეგატიური ბენეფიტი. ის არის რომ თუ შენ თვლი საკუთარ თავს და თუ შენ აიდენტიფიცირებ საკუთარ თავთან რომ ხარ კარგი შენ ცხოვრებაში მოვა ისეთი ადამიანები ვინც ცუდს გაგიკეთებენ ან გააკეთებენ იმიტომ რომ ვისთან შეიძლება იყო კარგი ცუდთან შესაბამისად ვისთან შეიძლება იყო პატიოსანი არაპატიოსანთან ვისთან შეიძლება იყოს სწორი არასწორთან და ეს არ გაჩერდება არასდროს მაგალითიც გქონდა და რომ მოგუყურა. მაგალითი მოდი ცოცხალ მაგალითებისგან თავ შევიკავით, იმდენად რეალურია მოისმენენ ეს ხალხი, თუმცა მექანიზმი ესეთია, თუ მე ვთვლი რომ ვარ სწორი, თუ მე ჩემ თავს შიგნი აიდენტიფიცირებ, ჩემ თავში ხდება სისწორე, მეცაც გეტყვი, ჩემში ხდება სისწორე. ეს დაიწყებს დემონსტრაციას, ძებნას, განცდას, რომ ვიყოს სწორი და სწორი აუცილებლად უნდა ვიყო არასწორთან. ანუ შემოხვდებიან ისეთი ადამიანები. ვისთანაც შენ იქნები სწორი. სულ ესე იქნება. განაცხადის პრინციპი გახსოვს? კი. განაცხადის პრინციპი შეიძლება ესეთი რამე გააკეთდეს რა ნახე. თქვათ შენ ამბობ რომ მე ვარ კარგი ოპერატორი. და სოციალურ ქსელში დადე შენი განაცხადი რომ ხარ ოპერატორი და გინდა მუშაობა. შესაბამისად მოდიან ადამიანები ვინც გეუბნებიან იცი რა მოდი მე შენი სერვისი მჭირდება და მოდი აი აქ ვარ მჭირდები და ხდება ამისი მიმოცვლა. ეხა ეს არის გაცხადებული განაცხადი. ანუ ცხადია მე ვარ ოპერატორი. ამ ოპერატორ მაგ ესა და ეს უნარები ვარ ოპერატორი და ვაცხადებ რომ ეს შემიძლია. გაცნობიერებული განაცხადი. ანუ შენ გაცნობიერებ საკითხებ განაცხადს. მაგრამ რაც გაუცნობიერებელი აშენში ის განაცხადს არ აკეთებს. საკაც მაგაშია რომ უკვე გაკეთებული აქვს. რამე თუ მთელი შენი არსი განაცხადს აკეთებს. გაცნობიერებულიც და არაგაცნობიერებულიც. და არაგაცნობიერებულში შენ ცხოვრებაში ჰუპ და უცბად რაღაცები რო ხდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ამის განაცხადი გაკეთებული არ ქონდა. შენ ქონდა გაკეთებული განაცხადი, უბრალოდ არ უწყიდი ამის შესახებ. ასე გიჟია ხო? კი. გახსოვს გითხარ დავაპდეითეთ ხო? სწორედ ეს იყო ამის დააპდეითებული ვარიანტი. ხო ეგ არის რა. ერთი არის მე რო გეკითხებოდი რა. ხო. არ დააპდეითად ხო? ხო ბევრი რამე დააპდეითა მე თუ გინდა კიდე ბევრი ვისაუბროთ მაგასთან დაკავშირებით. თემატურად ეგ არის რა. და წინა თემას რაც შეეხება არის ის რომ თუ შენ კომუნიკაციაში შედიხარ ადამიანთან და შენში ეს კომუნიკაცია რაღაცა სახის დისჰარმონიას იწვევს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ხდება შენში. რაღაცა ხდება შენში. იმიტომ რომ თუ ის ადამიანი საზღვარს კარგავს მან გადააბიჯა რაღაცას რომელსაც დაირღვა ეს უძალესხმევა კომუნიკაცია ეს მან ხო დაუშვა ეს მაგრამ შენ დათანხმდი რომ ეს მომხდარიყო ეს ჯერ შენში ხდება და ისიც ეთანხმება ამას და მე იღებს ფორმას გარეთ მე იღებს ფორმას გარეთ თელი მუღამი მდგომარეობს იმაში რომ თუ კომუნიკაცია უძალესხმევად არ მიდის მაშინ მიდის რაღაცა პირობებით და პირობის შესრულება ძალა ჭირდება, ენერგია ჭირდება
და თუ კომუნიკაცია მიდის უძალისხმევად, ეს ნიშნავს იმას, რომ კომუნიკაციას ორ სფეროში ერთმანეთთან თანხმდება ისე, რომ მათი შინაგანი ცნობიერების მდგომარეობა ერთმანეთს ემთხვევა ოპტიმალურად. სხვა შემთხვევაში პირობა იდება. ყველა ვარიანტში. და ეს ყოველთვის იქნება ძალისხმევა. პირობა შესრულებას ძალისხმევა ჭირდება. ხო. ახლა უყურე. მოდი განვიხილოთ რა. თქვათ მე გაგიცანი შენ დავმეგობრდით რა. დაგინახე. ხედავ გავიგე გიყურებ რა. თუ ჩემში არსებული მდგომარეობა, ჩემი ცნობიერება და შენი არსებული ცნობიერება ერთმანეთს დაემთხვა, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია უძალისხმევა. და ეს წავა მანამდე, სანამ ჩვენი ცნობიერებები ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება. იქნება უძალისხმევა სინქრონიზაცია. და ამის უკან იდგება ჩვენი ძირვანდელი არჩევანი თუ რას ვიღებთ ჩვენი კომუნიკაციიდან. და თუ ძირვანდელ არჩევანში დგას ჩვენი კომუნიკაციის კეთილდღეობა, ეს გაგრძელდება სულ. და თუ არ დგას, მაგ შემთხვევაში ჩვენთან მოხდება ასინქრონიზაცია, რის შედეგადაც ჩვენ მოგვივა კონფლიქტი და კონფლიქტის მოხვედრის მერე შენ ან მე ერთმანეთს წარუდგენთ პირობებს. ეს გაკეთეთ თუ გინდა რომ ჩვენი კომუნიკაცია გაგრძელდეს. ეგ ხა ჩემთვის ის მაგალითი არის, იცი? აი, ხო არიან ცოლ-ქმარი რა და ერთ ტოლღაზე არიან. მე რაც ეს ცნობიერება არ ვიცი, ერთის უკან წავიდა, მეორის წინ თუ ვერ დაეწერა, აი ზუსტად ეგ დგება მე პირობები და ძალისხმევა, რომ აი შენ თუ ესე მოიქცევი, მაგრამ შენც თუ ესე მოიქცევი, აი მე რა ვიქნებით ერთად და ეხლა ქაღალდიდებს ხო და მთელ ამ მექანიზმს დაგიხატავდი. და სინამდვილეში ეგ პროცესი შენში ხდება. მართალი ხარ. და ხდება დაპირისპირება, მოხდება კონფლიქტი. კონფლიქტში შენ ცნობიერება დაინახავს, რომ მისი ეს ნაწილები მტერია, შეუტევს, ისიც შემოგიტევს და იწყება ამის ნგრევა. და ამის მერე პრიორიტეტული ნაწილი იტყვის, რომ წაუყენებს პირობებს. პირობის წაყენების მერე ხდება რესინქრონიზაცია პირობებით, რომელიც აღარ არის უძალისხმევა. ძალიან დამღლელია მე რა. კონტრაქტს მიაკავს მე. შეიძლება მოხდეს გაცნობიერება და ისე უძალისხმევა პროცესში გადაისვეს ურთიერთობა, თუმცა მაგას რაღაცა კიდე უფრო მეტი ჭირდება, ვიდრე აქამდე იყო. იმიტომ რომ თავიდანვე ძირში წყვილი შეთანხმდა იმაზე თუ რა მოხდებოდა. კი. იც რა მეინტერესებს, აი ამ პატერნებზე რო ვლაპარაკობთ რა, მაგას ასევე შეგვიძლია რომ დავარქვათ ჩვენი ჭრდილი. მაგას კი არა, ანუ აი ჩვენ შიგნით რაც არის, რაც ამ პატერნს უამუშავებს. რა არის შენთვის ჭრდილი, ჩვენი ჭრდილოვანი მხარე და რაღაც მგონია რომ ხალხს გონია ხოლმე რომ ეგ ჭრდილი, აი რაღაც გადავახვიდე და გადავაგდო. ეგეც არასწორია, იმიტომ რომ თუ გადავახვიდე, გადავაგდე და მოვიწყვიტე, უეჭველი სხვაში რა დამინახავ, გამაღიზიანებს. აი რა არის შენთვის ეგ ჭრდილი და ჭრდილოვანი მხარე და როგორ ამთლიანებ მაგას შენს შენ შიგნით მოკლედ როგორ ამთლიანებ და ინტეგრირებ შენს ჭრდილოვან მხარეს. ჩემში არსებობს მოძალადე. ყველა ადამიანში არსებობს ჩემში. ხო, მაგრამ მე არ ყველა ადამიანში ხო არსებობს, რამე თქვი განსაკუთრებული ახლა? არა. ხო და რატომ უნდა დავმალო ეს? რატო არ უნდა გავუსწორო მას თვალი? და რა არის ისეთი რის გამოც მე შეიძლება მჭირდებოდეს ამისგან თვალის ახილვა? გეტყვი, რატო შეიძლება? შენ შეიძლება იცოდე, რომ ყველაში არის ეგ მოძალადე რა, მაგრამ ნახე, უმეტესობას მოდი ვიტყვი რა, პირდაპირ შეიძლება ცოტა ისე ჟღერს. ეგ არ აქვს გაცნობიერებული და ვიღაცას რო უთხრა, რომ შენშიც არის მოძალადე, შეიძლება თავში ჩაგარტყას აგური. და აი მაგის რო შეგეშინდეს, რომ
არ აქვთ რა ხალხს დანახული ახლა და არ მინდა რომ მე აღმიქვან მოძალადები. აი მაგიტო შეიძლება არ თქვა. მაგრამ ეგ კიდე უკვე სხვა ლეველია რომ შენ ახლა ვიცი რა, რამდენად ის ხარ ვინც ხარ და შენ ბოდიშტე ხსუფეხებზე კიდია ვინ რას ფიქრებს შენზე მაგას რომ ამბობ, მაგრამ ეგეც ხო გაღვიძება, ეგეც ხო ცნობიერების გაფართოების შედეგია. სხვა დაინახოს, მალე დაინახოს თუ ამას უარყოფს. ეს უარყოფა არის სწორედ იმ ნაწილის დაცვის ნაწილი, რომელსაც თავს იცავს, ხო? და არა უშავს ამაში არაფერი არ განსაკუთრება და თუ მე ახლა ამას ვხედავ, ეს არაფერს არ ნიშნავს, სხვაც დაინახავს რა და ძალიან მარტივად. უბრალოდ ნახე მთელი მუღა მდგომარეობს იმაში, რა თამთარა რომ თუ მე ეს გავდევნე სიტყვაზე ჩემი ცნობიერების ის ნაწილი რომელიც მოძალადია და მე მას გამოუცხადე ბრძოლა განდევნა დავიწყება ეს მოძალადი ცნობიერება ვერ იქნება შეკუმშული ის შეიძლება იყოს განათებული მხოლოდ მას ვერსად ვერ წაიღებ და თუ მას პრესავ ის აუცილებლად დამახინჯებული ფორმით ცნობიერების ჯანსაღ ნაწილებთან შევა კომუნიკაციაში და იმას დაამახინჯებს. თუ შენ შიგნი არსებულ პათოლოგიურ კერას ცდილობ რომ დაფარო, ის არსად არ წავა. ის დამახინჯებული ფორმით ამოტრიალდება უკან. და აი როგორ არ დავპრესოთ, ანუ უბრალოდ მივიღოთ, რომ არის რა და ოკეია. უბრალოდ უნდა უცქირო. და გაიგო თუ რაში გჭირდება ის რომ გაქვს. რა ხდება შიგნი, რაში გჭირდება რომ გაქვს. და რა არის ამის უკან. რატო ხარ მოძალადე? იმიტომ ხარ მოძალადე გეშინია. ეგრეა. ხო, საწახვალ და მე ხვალ მაგამდე რომ თურმე რომ გეშინია, იმიტომ ყეფ გარეთ. და ყეფა სიმპტომია. უკვე სიმპტომია. დაავადებარი შიში. რომელიც შიგნი გაქვს. და მოდი გაიგე რისი გეშინია. და ამ შის რომ გაიგებ, ჩახედავ, გაცნობიერებ, მე შიში ქრება და თუ შიში გაქრა, მოძალადეს გაქრება. ყეფაც გაქრება. და ზოგადად ეს რაღაც ამბობენ და მე ძალიან ვეთანხმები რა. საკმაოდ ისეთ რაღაც საშიში კაცები რო არიან ხოლმე რა. ეს რაღაც ამბობენ რომ ისინი იმიტომ არიან ეგეთები, რომ ყველაზე მეტად ეშინიათ, რომ ემანდ ვინმემ არ დაჩაგროს აქეთი ისინი და ამ შიშის საფუძველზე ამ შიშის გარდაქმნიან ქვეცნობიერად აგრესიად. მე ეს აგრესია არის საწყავი, რომ დედას გიტირებთ, ოღონდ თქვენ არ მიტიროთ დედა და ყველა სეგრეტჭის გინდ ქალი იღი, გინდ კაცი აიღე. კი. ნებისმიერ შემთხვევაში ხო ქალი აგრესორი, რა ყველა არის, ქალიც აგრესორი, კაციც აგრესორი. ვისის უკან შიში დგას ნებისმიერ სახის აგრესიის უკან, გარე აგრესიის უკან შიშია. და შიში და ბრაზი სიამის ტყუპები არიან, ესე ამბობენ. მიედინება ხო? და რატო ხდება ეს? იმიტომ ხდება რომ ეს მარტივად რო თქვა სინამდვილეში ძალიან დიდი ფსიქოემოციური პროცესი არის რა. კონტროლის ზონა მათთვის. რომ მე არ მომიახლოვდე, ან კიდე ამ ბრაზით მე შენ გაიძულებ რომ გამithვალისწინო. შეგეშინდეს ჩემი. ხო, ანუ ამ იარაღით, რასაც აგრესიის სახით ადამიანი გარეთ იყენებს, პოზიციას იმყარებს შიგნი. მაშინ როდესაც თუ ეს იქნება გაცნობიერებული ადამიანი ხდება რომ პოზიციის გამყარება არ ჭირდება საერთოდ. რამეთ უკვე არის. მაგრამ სანამ ეს არსებობს, მანამდე კი ბატონო იქნება ეს ყოველთვის და განუწყვეტლივ. მაგას მინდა რომ როგორ რაღაც მოვყოლოთ, იცი? აი შენი აზრით, ვინმე თუ გაღიზიანებს, ეს აუცილებლად შენი ის ნაწილია, რომელიც შენშიც არის და
ჯერ არ გაგიცნობიერებია, ან მოიწყვიტე და გადააგდე. თუ ის არის, რომ მე მაგალითად ჩემს თავზე რო ვთქვა, შემიმჩნევია, რომ ადამიანში გაუღიზიანები ვარ, არა მარტო იმას, რაც ჩემი ჭრდილია, იმასაც, რაც მე მომწონს მასში, მაგრამ მე არ მაქვს. ხო, ეგ ორივე ხო ხდება რა. ჩვენ ადამიანები შევდივართ შედარებაში, ხო ესე არა თამთა, რომ კალკულაციას ვაკეთებთ შინაგანი მდგომარეობის და ამ კალკულაციის ფონზე თუ ხედავთ, რომ სხვა ადამიანს შეიძლება ის ჩვენზე მეტი კონდეს, გვაღიზიანებს და შეიძლება ბრძოლაც დაუწყოთ რა. მე ერთ-ერთი ყველაზე მანდ ნიშანდობლივი ვიცი რა არის თამთა, რომ ესე ხდება რა, მაგას გათანაბრების მექანიზმი დავარქვი. გათანაბრების მექანიზმი მდგომარეობს იმაში რა, რომ თუ ადამიანებს შორის მისკომუნიკაცია მოხდა იმ ამბავში, რომ ერთის ცნობიერება სხვა მიმართულებით წავიდა, სხვა ტემპით, მეორეს სხვა მიმართულებით და სხვა ტემპით და მათ კავშირი ჰქონდათ. ერთი ადამიანი მუდამ ეცდება, რომ მეორე ადამიანი დაადანაშაულოს ცვლილებაში. და არ გაჩერდება მანამ, სანამ ის თავის ჭრილში დონეზე არ დაიბრუნებს მას. სულ მისთვის გახდება, მისი ცვლილება იქნება მტრული. რაც წეგან ახსენე, სრული ილუსტრაცია იმის არა, რომ ხო ხდება ორი რამე რა, ერთი რომ სხვაში არის ის, რაც ჩემში არ არის, შეიძლება მაღიზიანებდეს და მეორე ჩემში ხდება ის, რაც ჩემში ჯერ დასრულებული არ არის. ნახე უყურე, ჩვენ ადამიანებს ვთხოვთ რაღაცას. პატარა ბავშვის საქციელი ჩვენთვის გამაღიზიანებელი არ არის, რაც არ უნდა გაკეთოს, მან ხშირად ხოლმე, ხო? რაღაცა შეიძლება ისეთი უნებლიად გაკეთოს რაღაცა. მაგრამ დიდ ადამიანისთვის არ მას ვთხოვთ, რომ შენ ესეთი არ უნდა იყო. სინამდვილეში ამის დანახვა ხშირად რთული არის, მაგრამ ჩემი ხედვით ესეთია. თუმცა მეც რა თქმა უნდა ხშირად ვღიზიანდები ხოლმე. ჩემი აზრით ცუდი ადამიანი არ არსებობს. მეც გეთანხმები და ბევრი მიკამათია მაგაზე. ცუდი ადამიანი ვერ იქნება, ბოროტი ადამიანიც არ არსებობს. რაც ნეგატიურ კონტექსტში ადამიანის ჩამოჭრა ჩემთვის შეუძლებელი კონცეფცია. უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან ცუდად. და მე ეგრე ჩანს და ითარგმნება, რომ აი ცუდია. და საქციელი მათი შეიძლება იყოს ცუდი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითონ ეს ადამიანი არის ცუდი. საქციელი კი შეიძლება იყოს მტრული ან ნეგატიური ბოროტი შეიძლება საქციელი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიგნით თვითონ ეს ადამიანი ცუდია. და მე ხედავ ასე. ეს ადამიანი ცუდად იქცევა, იმიტომ რომ არის ცუდად და მეორე, იმიტომ რომ არ ესმის. რამე თუ რომ ესმოდეს ამ დანახვის მერე შეუძლებელია მან ცუდი საქციელი გააკეთოს. კი და ვერც ესმის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეგეთი ადამიანები, ვისაც ვამბობთ, რომ არ ვიცი, ბოროტია, ცუდი ადამიანია, თუ რაღაც ძირითადად ხომათი ქმედებები ბრაზით არის გამოწვეული. საკმაოდ ისეთი ძიმე ქმედებებიც, რაც სხვა ადამიანს აზიანებს რა, მაგრამ რეალურად ეგრეთ თუ შეხედავ, რომ ეგ ბრაზი რა არის, მაგარი გამოყუჩებელია. შენ იქ უკან რა გტკივა, როცა დიდ ბრაზში ხარ, ვეღარ ხედავ. რა თქმა უნდა, ხო. და რა მაგრა ყუჩდებიან და ანუ რა, არ ვიცი, დაჭრილები არის, ან თუ ეს შეიძლება ვთქვათ. ბრაზის სიმპტომი. ხო. დაავადების სიმპტომი, რომელიც შიგნით მიედინება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ადამიანებს საშუალება მივცეთ, რომ ეს ქმედება გააკეთო. რა თქმა უნდა. რამეთ ნახე, ბუდის პრინციპი არის მანდ რა. კოკოლია მეგობარი, რომელიც გამუდმებით გიყვება თუ როგორ ცუდად არის. კოკოლია.
ჩათვალე რომ ბუდეს დაიდებ შენთან. იცი რატო ნაგავი როგორ გაჩაყაროს ამ ბუდეში. უყურე ხო მას ჭირდება ხო დაცლა ეს ერთი. მეორეც ერთი ხდება ძალიან მზაკრული ცნობიერების მდგომარეობა. გახსოვს პომიდორის პრინციპი დავარქვი მაგას. პომიდორის პრინციპი მდგომარეობს რაში რომ შენ პომიდორი გიყვარს როგორც პროდუქტი და ამავე დროს გიყვარს საუბარი თუ როგორ გიყვარს პომიდორი. ადამიანებს გარდა იმისა რომ აქვთ ეს პრობლემა მათ აქვთ სურვილი წარმოაჩინონ თავიანთი თავი ამ პრობლემით. და მე ვიყავი მან. ყველა ყოფილვართ. აუ გიშდებოდი. ყველა ყოფილვართ და როგორც კი ადამიანს ეცლება ის ობიექტი სადაც ეს თქმის გაზიარების საშუალება ექნება მუღამს კარგავს პრობლემა ქონდეს. მე მიხდი ნახევარზე მეტი სწორედ ის ნაწილია, რადგანაც იდენტიფიცირდება ადამიანი თავის თავში და მას მოწონს ისაუბროს ამ პრობლემას, იმიტომ რომ იდენტიფიცირდება რაღაც მოდელად. და მას გარდა იმისა, რომ ეს პრობლემა არ უნდა, ამავე დროს ჭირდება ილაპარაკოს თუ როგორ აქვს ეს პრობლემა. მაგაზე იცი ჩემი რა პატარნი გამახსენდა. აი მაგალითად რაღაც გამიხარდა რა. რა ვშვებოდი, იცი? აი რაღაცაზე უეჭველი წუწუნს ვიწყებდი. რაღაც თითი მტკივა, აი რაღაც ეგეც რა და მე მივხვდი რომ უსაფრთხოების შეგრძნებას მოძრაობდა წუწუნი. და ეს რო შეხედო რა სიგიშეა. ძალიან. ხო რატო ხდება ხა მაგას რო ჩავეციოთ ის არის რომ შენ როდესაც ამას გქიოდა სასწავლებლად იღებდი რაღაც სახის ყურადღებას, ხო? ეს ყურადღება გაძლევდა უსაფრთხოების შეგრძნებას და ხო დადგა ეს მომენტი რა. ხო, ჩვეულებრივი ნიმუში არის. იმისათვის რომ შენ ყურადღება მიპყრო, რაღაცა უნდა გაწუხებდეს. კი, სასაცილო რა არის ახლა ეს რომ ამბობთ ხო, რა მარტივი და გასაგები რაღაცაა და რამდენი ხანი გინდა რომ ეგ გააცნობიერო. ხო, ალბათ ბევრი დრო ჭირდება მაგას, თუმცა ალბათ გამოცდილების ფონზე მე უფრო ბევრ რაღაცას იჭერ, იმიტომ რომ როგორი ეს ხო ნახე და აკვირდი გამითეთ და აგირთმები ხო გამითეთ და იმიტომ რომ არ ვიხმარე არანაირი სახის დახმარება ალბათ არც სწავლება და ასე ჩემი ძალებით ვეკვეთე ცხოვრებას და საკუთარ შეცდომებზე ბევრ რამე დავინახე და ამ ბევრი შეცდომების მერე რაღაც აი ძალიან იოტისოდენად რაღაცა პრინციპები დავინახე თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და აგერ უყურებ ხო ეს რაც დავიჭირე მიზერულია რა ძალიან ცოტა და ეს მაძლევს საშუალებას ცოტათი რომ იგივე ძალისხმევები არ დამჭირდეს საკუთარ თავში რაღაცების აღმოსაჩინად. თუმცა ხო გეუბნები უზარმაზარი რაღა პროცესი თვითონ ცნობიერების რაღაც ულიმიტოდ დიდია და ჩემი გამოცდილება ამასთან მიმართებაში ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. ყველას. შესაბამისად ხო თუ ადრე მჭირდებოდა 5 წელი რაღაცა რომ დამენახა, ეხლა მჭირდება ალბათ 5 თვე. ოკეი, მაგრამ რაღაცა შეიძლება 1 თვეც და რაღაცა შეიძლება 1 თვეც, რაღაცა შეიძლება 2 წუთშიც დაინახო. ხტები. მაგრამ მანამდე იმისათვის ეგ დანახული ყოლო და მანამდე ხო 5 წელს განმავლობაში სიტყვაზე სუტკივილში ვიყავით, ხო ესე არის. მაგრამ ამან რაღაცა სახის გამოცდილება მოიტანა და ის გაცნობიერების ძალაოდნა მოიმატა, რომელიც უფრო შეგიმსუბუქა და უფრო მალე განახებს შენ რაღაცებს. ხო და ეხლა მგონია რომ მაყურებელს გაუჩნდება კითხვა, რა კითხვაც მეც გამიჩნდა შენთან და ვკითხე მოკლედ დავიცე ესეთ რაღაც რომ რატო ეკვეთე შენით? და შენ მახსოვს მითხარი თუ სწორად მახსოვს რომ არ მიყვარსო დახმარების თხოვნა? ხო, ყველაზე დიდი სისულელე რაც კი შემიძლია ცხოვრებაში მქონია. აი ხო რატო არ გიყვარს? შენი აზრით. იცი რა, ალბათ უფრო ვერ გეტყვი ეხლა გიждები ამაზე. თუმცა ყადრე ესე მკაფიოდ უარს ვამბობდი დახმარების მიღებაზე.
ძლიერთან ხო არ იდენტიფიცირებ? კი. ხო, მე საკუთარი თავი ავირჩიე ადრე რომ ყოფილიყავი ფსიქოლოგიურად ძლიერი, ფსიქიკურად ძლიერი ადამიანი. ამის შედეგად მე მივიღე ძალიან ბევრი პრობლემა, რომელსაც მოგვარებაში ვიყავ მთელი ცხოვრება და ეხლაც ვარ გარკვეულწილად. თუ მე ასეთი ძლიერი ვარ, დახმარებას არ მივიღებ. სინამდვილეში ეს ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში გამიკეთები. ყველაზე დიდი. ამიტომ თუ ჯერეთ ის რომ იცი როგორი ტიპია თავი მეგონა სხვაზე მაგარი რა. განურჩევლად სულ ესე იყო. და ეს იდეა რომ სხვაზე მაგარი ვარ, სხვაზე მეტი ვარ, სხვაზე ბევრი გავაცნობიერე და შემდგომ მაიძულებდა იმას რომ დახმარება არ მიმეღო. ჩემთვის ერთადერთი ისგანაც დახმარებას ვიღებდი იყო ჩემი მასწავლებელი. მისი გარდაცვალების მერე მე თუ რამე ესე დახმარება მიმიღია რამოდენიმე წლის განმავლობაში იყო მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი და მეტი არა. მაგრამ არასდროს ესე სანამ ეს ჩემ თავში არ გადავлахე კონკრეტულ დახმარების მიღებაზე უარს ვამბობ, იმიტომ რომ აი ეს თვით იდენტიფიკაცია ტიპი არის, რომელსაც თვლიდა რომ მე მაგარი ვარ და მე სხვაზე ბევრი მესმის რა სისულელე. ღმერთო ჩემო. ხო, ძალიან გჭირდება. ხო, ამის უკან ხო იდგა რომ იცი რა მე იოგის მასწავლებელი ვარ, იმის უკან კიდე რაღაცა სისულელეები მთლიანად რაზეა საუბარი. და ამისგან თავისუფლება არ იბედნიერება. რამე თუ ცნობიერების ამ ნაწილზე მივხვდი რომ გურუ არ არსებობს, არც მასწავლებელი გჭირდება, არც მოსწავლე გჭირდება. იმისათვის რომ შემეცნების პროცესი დადგეს, ჩვენ ერთად უნდა განვიხილოთ. რამე თუ ჭეშმარიტება არ არის ის ცნობიერების ნაწილი, რომელიც შეგიძლია მიისაკუთრო. ის შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ დანახული. და რა თვალითაც დანახულია, რამე თუ შიგნით თუ კიდევ უფრო ცნობიერდება თვითონ, რასაც ხედავ ისიც იცვლება და ეს მუდამ ცვალებად პროცესში მიედინება. მუდამ. და თუ მე ვიტყვი რომ იცი რა მე ესე დავინახე და ვსო მე აღმოჩინე, რასაც დავინახე ძველია უკვე. და სულ ძველ მოდელში ვიტრიალებ. კი. ის რა მეინტერესებს, ჩემი აზრით, ამ რეალურ ცვლილებებს რაღაც ტკივილები ახლავს თან რა. შეიძლება რაღაც სამეგობრო შეგეცვალოს, რაღაც პერიოდი მარტოს მოგიწიოს ყოფნა. მოკლედ ტკივილების სავსე პროცესი არის ჩემთვის რა, ამაში მომყვები? ხო, მოვყვები. იცი რას ვფიქრობ? იქნებ იმ დროს ხანეთ არც წარმოგვიდგენია რომ შეიძლება იყოს. ეგეც არის. დაშვებული გვაქვს საერთოდ რომ უმტკივნეულად შეიძლება გამოვიდეს ეს არა ხო? და როგორ მოხდება მაშინ? არ დამიშვია. არც მე არ დამიშვია, ამიტომ ტკივა შენს და მეც. დაშვების დონეზეც კი ვერ უშვებთ რომ შეიძლება გავაცნობიეროთ უმტკივნეულად და როგორ შეიძლება მოხდეს ის ტკივილის გარეშე. ერთი წვეთიც არის. ყველა გეტყვის რომ ყველა შევთანხმდით რომ იცი რა გაცნობიერების გზა ტკივნეულია. ხო და თუ შევთანხმდით შედეგები. შედეგები ხო? ხო. მართალი. ხო, არ ვიცი რა. სიმართლედ ხო პასუხი არ მაქვს. თუმცა ხო ფაქტი არის შემდგომი. ფაქტი რომ ხო ტკივილების ფონზე მოხდა ცვლილებას და გაცნობიერებაც. ეს მეუნება მე სტატისტიკურად რო იცი რა ხო თან სადაც იქაც მოხდა იქ სულ ესე ხდება. მაგრამ ორი რამე შეიძლება იყოს. ან შეუძლებელია ამის გარეშე, ან შეუძლებელია იმიტომ, რომ ჩვენ სხვა ვარიანტი არც კი წარმოგიდგენია. სინამდვილეში მე მხოლოდ მჯერა რომ ეს შესაძლებელია.
თუმცა ვერ გავაკეთე. მაგრამ დავტესტა, იქნება გამოვიდეს. იქნება მოხდეს ისე თუ ჩემში შეიძლება ის შინაგანი მდგომარეობა, რომ ცვლილება შესაძლებელია ტკივილის გარეშე. და რატომაც არა? გეკითხები რატოა? არ შეიძლება ეს იყოს? კი, როგორ შეიძლება? თან გვიყვარს ჩვენ ადამიანებს ხა მაინც რაღაცების გართულება. ხო, და იქნება ისიც გართულებული კონცეფცია. ხო, მაგას გულს. და მოგამიცი რა არის, რომ თუ ჩემი შეახან პოდკასტში ავიცი სემინარზე როცა სემინარზე რა კვლევებზე როდესაც საუბრობ ხოლმე სწორედ მაგაზე მაქვს საუბარი, რომ მოდი ერთად ვიკვლევთ, იქნება ეს არის შესაძლებელი. რამე თუ მე ამ კვლევაში მარტო ვარ და არც არაფერი გამოსვლია ჯერ, თუმცა ხო ფიქრობ, რომ შესაძლებელი. კი, და აქვე მინდა გაღვნიშნო, რომ დათოს ეს რაღაც თავისი კვლევები ქონდა მოტანილი სფეროში და მართლა აღფრთოვანებულები ვიყავით ყველა რა, იმიტომ რომ ის ჯერ ხომ ძალიან მაგარი კვლევებია. და მე ისე იუმორით გადმოსცემ ამას, აი იმის გარეშე რა. ჭირო არ ამის გარეშე, რომ ძალიან საინტერესოა და კიდე ბევრჯერ დავესწრებოდი. მე მაინც მოდი იმას დავარქვევ სემინარს. მაგ შენ სემინარს. იცი რა არის თამთა, რომ მუღამი რაში მდგომარეობს რა, რომ მიხვდის შემდგომს რა, რომ რასაც ძალისხმევა ჭირდება, რომ ვიყო ან გავაკეთო, არ მჭირდება რა. მოვედი ცხოვრების იმ ეტაპზე, შეიძლება ალბათ რაღაც ასაკმაც მოიტანა ის, ან გაცნობიერება, მაგრამ სულ ერთია, რა მოიტანა, არ ვიცი. თუმცა გეუბნები შემდგომს რა, რომ არ მინდა ჩემ ცხოვრებაში პროცესები, რომელიც ჩემგან ძალისხმევას მოითხოვს. მინდა პროცესები, რომლებიც იქნება უძალისხმევა. ანუ რომელიც აღგაფრთოვანებს და ბუნებრივად აი, ჩემს მეგობარს ვეუბნები, რაღაც პრობლემის кейსზე მოვიდა, თავის მეგობართან, სხვა მეგობართან მქონდა პრობლემა. მე ამ ადამიანს ვეუბნები რა, ამ ისტორიის მერე, როდესაც მან თავისი პრობლემის შესახებ მომიყვა. ვეუბნები, თუ შენ ჩემთან ურთიერთობაში ჭირდება ძალისხმევა, რომ მე მეგობრო, წადი. და თუ მე დამჭირდება შენთან ურთიერთობაში, მეგობრობაში ძალისხმევა, მე წავალ. აი, ეს უთხარი. ეს არის ხო რაღაც პირობა. ეს არის უბრალოდ ხედვა, რომელიც ამას გაუზიარე. და ვეუბნები, რომ პროცესი თუ ძალისხმევა არ იქნება, არ მინდა. და ნურჩ შენ გინდოდეს. რამე თუ ძალისხმევა ჭირდება, ესე იგი ჩვენ რას ვაკეთებთ ამით რა, რომ ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიმეგობროთ? თუ რა შვებით? ანუ უნდა, ანუ არ ვართ და უნდა. და არ ვართ და უნდა რას ნიშნავს? ეს მეგობრობა? ხო, არ ვართ და უნდა. და ხო, ხდება ესეთი მომენტები ძალიან ხშირად. ამიტომ მე მაგათ ხო ჩემს მეგობრებთან აქვს უძალისხმეო კომუნიკაცია. და თუ ერთი ესეთი რამე შეიძლება მოხდეს ყველგან. ეხლა რასაც ვლამობ ის არის, რომ ჩემს საქმიანობაში იყოს უძალისხმეო პროცესი მთლიანად. დარჩენილი ძალიან პატარა ნაწილი, რომელზედაც მჭირდება ძალისხმევა. ფიქრობ მაგასაც შევცვლი ნელ-ნელა. მაგალითად, რომ გაიცინება თამას, რომ მოისმენენ, მაგრამ ვიტყვი რა. მაძალებენ სისტემა, რომელიც მე თვითონ შევქმნი, მაძალებს რომ ჩავატარო ვარჯიშების სერია, მზის მისამების სერია, რომელიც გაკეთება არ მინდა. არ მინდა. და ვაკეთებ იმიტომ რომ მათუნდათ. ეს არის ჩემს საქმიანობაში ერთ-ერთი ნაზალადები პროცესი. თანჩენი ყველაფერი უძალისხმევა მეედინება. ხო, მე მინდა ყველაფერი უძალისხმევა იყოს. და თუ ამის ჩატარება მომინდება, ჩავატარებ, მაგრამ არ მინდა.
ხდი, იმიტომ რომ ნახე მე მექანიზმის დანახებას ვცდილობ რა. ნახე. მეგობრობა იდეა ამ შემთხვევაში. ხო რა, მოდი აქ იყოს ეს იდეა რა. და ჩვენ გვაქვს მოდელი მეგობრობისა. და ეს არის იდეა. შენ მანთხარ მეაქვარ. და ჩვენ ვცდილობთ საკუთარი თავი გარდაქმნათ ახლა, რომელიც სინამდვილეში არ არის, რომ ამ იდეას მიუსადაგოთ ეს თავი და დავარქოთ ერთადაც მეგობრობა რა სიგიჟე. მე ხვდები შენ გიწევს რომ ახლა იდეა მეგობრობის არა? შენ გიწევს რომ საკუთარი ემოციის ტრანსფორმაცია მოახდინო, მენტალობის. და ამ იდეაში ჩაიკვეთო. და შიგნი ეს არ არის და მეგობრობა უძალისხმევა პროცესია. სიყვარულის უძალისხმევა პროცესია, ისიც უძალისხმევა, რაც გინდა და უძალისხმევა. მოკე ხა ცდილობ ვიღაცა ადამიანი ხა ბევრი ისმის და აქეთ ოპონირებული კითხვა მოდის, ეგრე არ ხდება, ბიჭო. მესმის. შენ გინდა შენთან ეგრე ხდებოდა. ხომ აქ ამის უფლება. კი, ნახე მე ვფიქრობ, რომ ჩემი მეგობართან ურთიერთობა არის მეგობრობას მე ვეძახი, როდესაც არის უძალისხმევა პროცესი. ამ პროცესში შეიძლება მე ამ ადამიანის რაღაცა მხარდაჭერა მომიწევს, ის მომიწევს, და ესეც უძალისხმევა იქნება. მაგრამ იმიტომ კი არ უნდა გავაკეთო მე ეს, რომ ეს არის მეგობრობა და ჩემი შინაგანი პროცესები გარდავქნა იმისათვის, რომ ეს იყოს დაკმაყოფილებული. არა, ჩემი შიგნი ბუნებრივად უნდა მოედინებოდეს ეს ყველაფერი დახმარებაც, საუბარიც, დროის ერთად გატარებაც და ასე შემდგომ. და თუ ეს არ ხდება, შეიძლება ხდება იდეა და იდეას ხდება შემდგომში თელ შენს მოქმედებას აკეთებ ბიზნეს რო ეკამდე მიიყვანო. რა სიგიჟეა. და ეხა ეს გადმოთარგმნე რაშიც გინდა იმაში. გინდა სამსახურში წაიღე, გინდა იმაში წაიღე. ნახავ რომ არის იდეა. აქ ხარ შენ და შენი შინაგან მდგომარეობას ცვლი მოქმედებას რომ მას მიუსადაგო. ღმერთოჩი. აი, ყველაზე დიდი ტყუილი, რაც ადამიანები საკუთარ თავს ვაჭერებთ. რა არის შენი აზრით? რომ არ შეგილი? ხო. ამას იმის იქით არ არსებობს. ძალიან მაგარი რაღაცა თქვა. ამის იქით არ არსებობს. ვერ. მან არის უკიდე განათყველი. იცი რაშია? მე არ ვიცი სად გადის ადამიანის შესაძლებლობის ზღვარი. არ ვიცი. მე გეტყვი არ ვიცი. რაც უკვე არჩეულია და იმის აგური ჩამოვარდა, დავარდნილ აგურს ვერ შეცვლი. მეგობრე, მე სხეული ესეთი მაქვს რა, როგორიც მაქვს. ამ ფორმით ესეთი ცხვირით, ესეთი თვალით, ესეთი ესეთი როგორიც არის რა. კაცის სხეულია, ხო ესე? სქესი კაცის არის. ფიქრობ რომ ამას ვერ შევცვლი. მაგრამ მე შემელია ავირჩიო ამ სხეულში როგორ ვიცხოვრო. იყო 100 კილოგრამი 80 წვერი მოუშვა არ მოუშვა. არის რაღაცა რომელიც სადღაც იქ ავირჩიე, რომელიც არც მახსოვს რომ ავირჩიე და აი მოვედი ამ სხეულში. მაგრამ ამ სხეულში როგორ ვიცხოვრო? ჩემი არჩევანი. და რასაც გარეთ დავინახავ ეს ნიშნავს იმას, რომ შიგნი ხდება. და მაგიტო ამბობ, რომ სარკეა გარეგანი მოვლენები და ადამიანი. ხო. ახე ხომს ხო ყოფილხარ რა. სამ სტუმრად მიდიხარ რა, სტუმრად მოსულა შენთან ადამიანი და
შეუჩნევია დაულაგებელი მაგიდა ლოგინი რა ვიცი რაღაც გეტყვიან ხო რა არის ის არის და თავში დაინახე კი და მეორე მოსულა რომელსაც ეს რაღაც დაულაგებელი არ შეუმჩნევია და იქ რაც ლამაზი ყვავილი რომ იდგას ის შეამჩნია და იმან მიიპყრა მის ყურადღება და შეიძლება მოვიდეს ადამიანი რომელიც ისიც დაინახოს და ისიც ამე თუ ეს თან არსებობს ეს კი ბავშვთან ქურდი რომ მოვიდეს და წაართვას რა მარგალიტი იდოს და გაიგოს ბავშვი ვერ მიხდება რომ ის გადარცული იყო იმიტომ არის ის არ ქურდობა ჯერ არც დაუნახი ამაში რა საქმე რა რომ რასაც გარეთ ისარკა რასაც გარედან ხედავ სრული ანარეკლია რაც შიგნით ხდება და არ გაჩერდება არასდროს კი იცი როგორ არის მაგაზე ვფიქრობდი რა სულ ვფიქრობ აი ხოსე კოგინახავს რომ საღეჭრეძინოს რაღაცა ადამიანები ხშირად ხეჭავენ ძალიან ხმაურით გაზიანებს კი ვერ მოგატყუებ რომ არ მოხიზიანებს ხოდა რატო მე არ გეტყვი რომ მე არ მაგაზიანებს გამოდი განახიც ეს ხმაური და ბოდიშ და ხალაჭუნი მაგაზიანებს ხალაჭუნი გაგაზიანებს მეც რა შევიხო მაგ შემთხვევაში თუ ახლობლად უთვლი იმ ადამიანს შეიძლება უთხრა რომ გთხოვ რა ცოტა გითქვია კი ოღონდ დაინახე თუ ძალიან ახლობლად უთვლი ისე ანუ ეგეთ რაღაც თქმა გამიჭირდება რა რატო არ მინდა რომ რაღაც აცკანინო ხო და რაც დამცირება დაგიქოს რა იმიტომ რომ ანუ პირობითად ამ ის თუ ჩემს ყურთან ისე მოვიდა რომ მე ჩავთვალე რომ საზღვარი დამერყო და აქ არა საზღვარი დარღვევა აქ ზის და აღლაჭუნებს თავისთვის ხო არა თუ ახლობელი არ არის ვერ რატო უხეშობად არ მიიღოს არ ვაწყენინო და ამის უკან დგას რომ შენ როგორი ხარ კარგი ხარ და არ აწყენინო მაგაში ხო საქმე ეხტი კი და იცი რა ძალიან რო განვიხადოთ ახლა სრულ სიგიჟეში ვარ გადავიდეთ ხალაჭუნი შენში არ დაგიმთავრებია და ამ სისულელს ამოვაგოთ ეგრე მთლად ეგრე არ არის ხო ხტები კი ეგე ამიტომ არის რაღაცები რაც ესე მარტივად შეიძლება პირდაპირ დაინახო რა კი მაგ შემთხვევაში ხდება შემდეგი რა ჩვენ ადამიანები თავს ვარიდებთ ხოლმე ხშირად რომ ეგ როლი ავიღოთ ჩვენ თავზე იმიტომ რომ მას არ ეწყინოს და მის დისკომფორტი არ განვიცადო მე იმას რო ეწყინება ხო და შენ ორ დისკომფორტ შორის ირჩევ უფრო მარტივს უსმინო მის ღლაჭუნს და ეს ღლაჭუნი მისთვის ყოველთვის იქნება უცნობი რომ ღლაჭუნობს კი მაგალითად ვერც ხვდება თუ არ უთხარი რა ღლაჭუნობს კი მაგალითად ჩემს ახლა მონაყოლა ერთ ისტორიაში ხო ჩემი ერთ-ერთი ნაცნობი თავის პარტნიორს დაშორდა იმიტომ რომ ღლაჭუნობდა და მან ვერ უთხრა ის რომ ღლაჭუნებ და ეს იყო პრობლემა ხო და ეხა ეგ ცოტა რაღაც ისეთ მაგალითსაც რო წამოვიყვანოთ მე თუ მგონია რომ შენ რაღაცას აკეთებ ხო წეს თუ უნდა ხვდებოდე რომ მე არ მომწონს და თუ ვერ ხდება რა ხდება ვერ ხდება რომ და უთხრა და რატო ვერ ვეუბნებით აი მაგაშია საქმე ხო გვეშინია რა გვეშინია და განვიცდით შინაგან დისკომფორტს და ორი დისკომფორტიდან ვარჩევთ რომელიც უფრო მარტივია ეხლა ეს გადმოთარგმნი რაშიც გინდა იმაში ნებისმიერ ხდი აი რაშიც გინდა იმაში ანუ ეს კაფიო ილუსტრაცია მაგალითისა წამოვაყენე იმიტომ რომ ნათელი ყოფილიყო თუ რას ვირჩევთ ჩვენ
რომელიც უფრო ნაკლებ დისკომფორტია, იმას აირჩევ. ხო, მაგის იმის ცხენებ მიჩნდება და მოუშმაღლებს მას სინაგანად ეს ღლაჭური გაღიზიანებს. ხო, შენ აი რაც ეს პატერნები რაც აღმოაჩინა შენს თავში, ხო, პრინციპები და არქვი. ხო. და ეხლა ამაზე რაც ვისაუბრეთ, ქვია რამე ღლაჭურის პრინციპი. ღლაჭურის პრინციპი, ასე მექანიზმი დავარქვათ, ხო, მექანიზმები მარტივი ტიპია, პატარა ტიპი. ოღონდ ნახე, მან დგება ესეთი საბაზისო ნაწილის მდგომარეობა რა. სულ მან დგას საბაზისო ერორი კომუნიკაციისა. კომუნიკაციის ერორი მდგომარეობს იმაში თამთარა, რომ ჩვენ ადამიანები ვფიქრობთ, რომ მისაკუთრებული გვაქვს სიმართლე. ანუ? რომ სიმართლე ჩემს ხარეს არის. ხო. მეხდე? და ხე შენ ამ ადამიანს ეთყოდი რა, სიტყვაზე ავიყოთ რა, იცი რა, ნუ ღლაჭუნობ და მე რო გეუნები ღლაჭუნობ შენ, მე მაწუხებს და მართალი ვარ ამით. როდესაც ჩვენ კონფლიქტის კომუნიკაციაში შევდივართ, ჩვენ იმ თავით ვეუბნებით, რომ ჩემი პოზიცია არის მართებული. ჩემი. და შენი არ არის მართებული, ტყუანი პოზიცია გაქვს. აუ, იცი რატო ბოდის შეხა ეგ გამახსენდა რაღაც. ჩვენ ადამიანებს რა გვახასიათებს, იცი რა? აი მაგალითად შენ რო რაღაც მითხრა უხეშად, მე გეუბნები რომ ანუ ეგრევე გაფასებ, შენ უხეში ხარ, მე იმას კი არ გეუბნები რომ აი დავით ეს რომ მელაპარაკები, ჩემში იწევს ამას და ამას და აი ძალიან არ სიამოვნებს რა. ხო, ნახე, კი ეს კარგად მიყავს, ნახე, რა შეხედე. საბაზისო ერორი მდგომარეობს ერთ მაგაში რა. თუ მე და შენ შეგვიძლია საკითხი გამოვიტანოთ ისე რომ ეს იყოს გარე განხილვის ობიექტი და ამის უკან არ ედგეს სურვილი რომ იყო მართალი და ის იყოს ტყუანი რამე თუ შენ გინდა მართალი რომ იყო ესე გინდა რომ ის იყოს ტყუანი ამ პოზიციაში და შეაფასე ამ შემთხვევაში შენ შეგიძლია გამონახო ენა სადაც ითქვი რომ იცი რა მოდი განხილვაზე წამომყევი და შეფასების გარეშე ეცდები რომ თვალით იყოს დანახული. მაგ შემთხვევაში ჩვენ ავწდებით პოზიციას სიამოვნებას რომ იყო მართალი ან ტყუანი. ეს ორივე სიამოვნების რაღაც ნაწილი არის. შესაბამისად ნახე ძალიან მარტივი რამე ხდება ამასთან დაკავშირებით რა. ძალიან მიზიდულობის პრინციპივით ტრიალებს რა რომ ნახეთ ამთა თქვათ ჩვენ რაღაცა სახის საუბარი გვაქვს რა და თუ ამ საუბრის ფონზე მე ვცდილობ რა რომ გამოგიჭირო შენს მენტალობის იმ ნაწილში რომელსაც ფიქრობ რომ ტყუის ხო შენ რას დაიწყებ? გინდა, არ გინდა და თავის მართლობა. ერთი დაცვის მერას შემოტრიალდები მე და ჩემში დაიწყებ აი შენ ცდები. ოკეი. ანუ თუ მე ტყუილს ვეძებ შენში შენ თავს დაიცავ, მომიტრიალდები და დაიწყებ ჩემში ზებნას. რას იზამ და იპოვე. მაგრამ თუ მე შენში ტყუილს კი არ ვეძებ და ჩემში მართავს. თუ მე ვცდილობ და გეუბნები რომ მოდი გამოდი შენი ტყუილისა და სიმართლის მიღმა და საკითხი განვიხილოთ აი აქ. ხო და გამოსავალი ვიპოვოთ. ხო. მაგ შემთხვევაში ხდება შემეცნება. კი ბატონო. და ეს პროცესი ხდება საოცარი რამე თუ შენი ლინზით დანახული საკითხი რომელსაც შენ ხედავ ჩემთვის უცნობია და ჩემში ამოანათებს იმ ცნობიერებას რომელიც აქამდე უცნობი იყო და ეს არის საუბარი. მხოლოდ ეს არის განვითარება. ტყუანისა და მართლის მიღმა. როდესაც ჩვენ ხო ადამიანები და დიალოგში ვცდილობთ რომ მართალი ვიყოთ. რა სისულელე. ეს ნიშნავს იმას რომ ვცდილობ გავამართლო ის ცოდნა რაღაცა ლოგიკური ჯაჭვი რომ სახან რა ვერასდროს ვერ განვითარდები.
ვერაძლევს. ერთადერთი განვითარების საშუალება ის, როდესაც საკითხის გარეთ გამოტანა შეგიძლია ძალგიც. და ეს მოხდება მაშინ, როდესაც თავისუფალი ხარ, იყო მართალი, თავისუფალი ხარ იმისგან, რომ დამტკიცო, რომ შენი არსებული აქამდე ცოდნა, შეხედულებები იყო მაგარი და ასე შემდეგ. და მაგით რა განვითარების უფლებას თუ საშუალებასაც უგარ გაქვს ჩემს თავს, რომ მე თუ განვითარდი, შეიძლება ერთი თვის წინ რაც თქვი, იმასაც თქვა, რომ რავი, სისულელე იყო რა და ეხა ესე ვფიქრობ და. და რა თქმა უნდა. მაგ იმაში თუ დავრჩი, რომ მართალი ვარ, რაღაც განვითარდები, მე ხსოვს. ვერ განვითარდები, ხო. ხო და ესე ხდება კიდეც რა, ზოგ ეს არის რა. და ბოლოს იცი რა მინდა გითხო. აი 20 წლის დათო რო გეჭდეს ახლა ჩემს ადგილას რა. აი ესე თქვი. აი მე ჯერ ვეტყოდი რომ ყველაფერი წინ არის. ალბათ რო ვეტყოდი რავი სისტემები არ დაუშვაო, ჩემ ფეხებს გაიგებდა ალბათ რა. ფეხებსაც ვერ გაიგებდა. იცი რა არის რომ სინამდვილეში რაც ცოტა ხნის წინ დეკემბერში მოხდა იმასაც კი ახლა როგორც ბავშვი ისე უყურებ. ნახე და ხო ხდება ისე და უცბად ბევრ რაღაცა დავინახე და გავაცნობიერე. და ვინც ახლა საუბრობს, შეიძლება ცოტა ხანში ამაზე მქონდა შთაბეჭდილება, რომ აი ეს ხო? და თუ ეს არ მოხდა მტრისას. ნამდვილად. მტრისას თუ ეს არ მოხდა. არ განვითარებულ. ესე განვითარებულ ხო? ამიტომ იცი რის თქმა მინდა რამას ხაზგასმით ვიტყვი და ლევან რამიშვილთან ვიყავი პოდკასტში ამას წინებზე და იქაც შევეხე ამ თემას რა. ადამიანებს ის სულიერება გონიათ რაღაცა კონცეპტუალური არსი. შეიძლება ზოგს რელიგიასთან ღმერთთან დაკავშირებული ან რაღაც სულიერი ცნობიერება. და სულიერებაში ხარ თემა ცნობიერებაში ხარ არ არის თემა ხშირად ხო? რაღაცა ესეც გასარჯებულია და გადმოედები და წაღებულია სოციალური ტრანსფორმაციული ტრენინგებით და იმებით ამებით რა. აღარ მიყვარს უკვე ხო იცი, აი ცუდად. ხელში შემოვიდა გული მერეო, ხდება კვირდებით ტრანსფორმაციას ერთ კვირაში თუ წამოხვალ ჩემთან ბალიზე და ბალიზე თუ ისეთ კარგად გავხდები. წავიდე ვისაც უნდა იქ წავიდეს ხუმრობ მაგაზე კაცო არა. იცი რა შეასაქმე რომ ცნობიერების გზაზე ვართ სოყველა. და მკაფიოდ ვიტყვი შემდგომს რა შენ მე რატომ მომიწვი ხა გადაცემაში იმიტომ არ ვარ რომ მაგარი ვარ და სხვაზე მაგრა ვცხოვრობ. ვერ გეტყვი რა ესე დიდი ტყვილი იქნება ეს. უბრალოდ ბევრი პრობლემა იყო ჩემ ცხოვრებაში და ბევრი ვიფიქრე ამის შესახებ. რაღაცები შევცვალე გამომივიდა, რაღაცები ჩემი ფეხები ვერ შევცვალე და არ გამომივიდა და ვარ პროცესში და კვლევაში იმაში რასაც ვაკეთებ. და ეს რომ თუ სხვაზე ოდნავ მეტი შემელი ამაზე ლაპარაკი, საუბარი, განხილვა მე არ მაგცევს არაფრად. ვინმეზე მეტად რა, რა სისულელე. არც არავის ამეტი ვარ და არც არა. რა თქმა უნდა ერთი, მეორეც ერთი ჩემთვის გაცნობიერებული ადამიანი არის ის ადამიანი, ვინც ჰარმონიულად ცხოვრობს თავის თავთან. არა. ამ გზაზე ვინც ჰარმონიულად მართლა ცხოვრობს. ჩუმად საუბრობენ. ვინც ლაპარაკობს საკუთარ გამთლიანებაზე, სხვების ტრანსფორმაციებს ფიქრდება. 7 ქერხნის დირექტორებით ზეცაში დადის და ღმერთს ელაპარაკება, ფორმებით საუბრობს. ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ
ნამდვილ ჰარმონიულობასა და გარე საუბარ შორის დისციპლინას სწავლება ტყვილი ან 1000 რამეა ჩადებული. იმისათვის რომ ეს მოხდეს, უნდა მოხდეს გულწრფელობის პროცესი. გულწრფელობის პროცესი უნდა მოყვეს რომ იცი რა თამთრა კმარა ტყვილი რამდენ სამხალა სამყაროში რა. რა ჯობია თქვა თუ რა ხდება შიგნით და გაუზიარო ეს თუ რა ჯობია მოიტყუო თუ რაუდენ კარგად ხარ და ტყუეს ხოს იმიტომ რომ ამდენ ტყილებში მთელი ეს სწავლებები აზრს კარგავს მე რა და ჩემი რაღაც მაგალითი გამახსენდა ეხლა მაგაზე რა მოგიყვები მქონია ეგეთი რაღაც რა რაღაცის გაზიარება მინდა ჩემთვის ახლობელი ადამიანისთვის და საკმაოდ ისეთი რაღაცის რა ბნელის მე დავარქვა და ველოდები ხა იქიდან რომ თუ რაღაც და ანუ ხო აზიარებ და გგონია რომ აი რაღაც შეიძლება გაუკვირდეს ვერ მიიღოს ანუ ვითომც არაფერი და მან რა დამიჭერია იცი რომ გამწყდომია რა ცოტა რაღაცა ოვაცია ანუ მაგ კუთხით რა რომ ვაიმე თუ რაღაც თქვი და არც ეგეთი რთული არაა გულწრფელო და ვერავის რო ვაკვირვებთ კიდე რა ვერც გააკვირებ უყურე ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანს უსაუბრია ჩემთან არასდროს არ გამიკვირებია ისეთი რაღაცა რაც მე თვითონ არ გამიკეთებია რა მე ერთ-ერთი ან ერთ რამეს ვიტყვი მკაფიოდ რა იცი რა ნდობა ის კი არ არის რომ შენ უდესაც ადამიანს გაუზიარებ რაღაცას და ეს სხვასთან გაიტანს ამ ინფორმაციას ეგ ელემენტარული ეთიკა და ზრდილობა ნდობა არის პროცესი როდესაც მე შენ გაგიზიარებ და შენ ამ გაზიარების მიმართ მე ჩემს მიმართ შეიძლება მხოლოდ სასიკეთოდ და თუ მე მექნება ის განცდა რომ მე შენ გაგიზიარე და შენ ნეგატიურად შეიძლება ჩემს მიმართ ეს ნდობა აღარ არის უკვე მე ხვდი კი მთელი მოღამი მდგომარეობს იმაში რომ ანუ შენ გეყვარები ისეთი როგორიც ვარ, აი ეგ არის ნდობა. თუ არ გეყვაროს, თუ არ შეიძლება და თუ შეიძლება ჩემს მიმართ სასიკეთოდ, ეს სწორედ ეს არის ნდობა. და ეს გაზიარება ჩვენ ადამიანებს გვჭირდება, იმიტომ რომ ამ გაზიარებაში თვით შემეცნების პროცესი მიედინება. შიგნით რაღაცას ვერ იტევ და ამიტომ მჭირდება გაუზიარო. შესაბამისად თან მარტივია. და იცი რა ყველაზე თვალშისაცემი მე ხშირად არ ვეუბნები ხოლმე ადამიანებს როგორ ვარ. იმიტომ როგორ ხარ და სინამდვილეში ეს როგორ ხარ გამარჯვებას თოლია რა. მე ხვდი. და ესე მეცინება ხოლმე თუ მეორეჯერაც მკითხა მომწერა როგორ ხარ მე შეიძლება ცოტა გასხო. ხო იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს ხშირად ამას ვიტყვენებ თუ როგორ ხარ მაშინ როდესაც ყველა შეუჩნევია მეც როგორ ხარ და რეალურად ეს რაღაც გამარჯვების ისა შენ ხო და ჯობია რომ თუ არ გაინტერესებს პირდაპირ უთხრა გამარჯობა მართალი ხარ და ნუ მოიტყვები იმით რომ გაინტერესებს ის როგორ არის მე ხდი ესეც ხო ტყილია კი მართალი და თუ ეხა ადამიანი ვიღაცეთ 5 ადამიანი ამას მოისმენს 10 არ ვიცი რამდენსაც მოისმენს ძალიან კარგია რომ ადამიანს მართლა კითხო როგორ არის და თუ არ გაინტერესებს მიესალმე უბრალოდ ნუ მოიტყვები იმიტომ რომ სავსეა ტყვილი ყველაფრით სავსეა ტყვილებით რა შენ თავში იტყვები 1000 რამის რაღაცას ჩალიჩობ თუნდაც კითხვით როგორ ხარ რაღაცას ტიპს ჩალიჩობ რომელიც ახლა ხარც გაინტერესებს როგორ მაინც ეკითხე იმიტომ რომ დილობის ფორმაა ახლა მოატრიალე რაშიც გინდა ეს ამიტომ კითხე ამასაც შენ თავის საკეთებ რა ნუ იმასაც მაგარამას უკეთებ кайგო ადამიანი როგორ საინტერესო და თუ არ გაინტერესებს ნუ კითხო რა ხა მიესალმე უბრალოდ გამარჯობა ხვალ რაშვები ზეგმაკ ჩახოხბილის ივენთი და მოდი თუ თუ არ გაინტერესებს ნუ კითხო გაინტერესებს მართლა კითხე
და გაიგებ და გაგებაში რაღაცას გაიგებ შენც ისიც გაიგებს გაუზიარებ ცოცხალ როცა. კი. მოკლედ ეხა რომ ვისაუბრეთ ეს რაღაცის თქვა მინდა რა. ჩემი აზრით და შენც რაც გისმინე მოწმობს შენი საუბარი ჩემს ამ დებულებას რასაც ვიტყვი რომ თუ გინდა რომ აღმოაჩინო შენში პატერნები და პატერნების აღმოჩენა ნიშნავს იმას რომ შეიმეცნო შენი თავი და გარშემო ადამიანებიც უნდა დააკვირდა ემოციებს რა. არ უნდა დასვაკითხვა რატო. არა მარტო ემოციებს სხეულსაც მენტალ ყველაფერს რისი დაკვირვებაც ძალგიც ყველაფერს დააკვირდი ხო და რაც თავარია იგულწრფელო რა. იმიტომ რომ გულწრფელობა მთლიანად იარაღია იმისა. ხო და ჩემთვის ეს ემოციები რატო არის მნიშვნელოვანი და რატო უსვამ ხას ანუ წლები ვიყავი მაგაში რომ საერთოდ ვაიგნორებდი. ანუ ვერ რა თქმა უნდა მაგის მიზეზი ისაა რომ ვერ ვიტევდი რა. არა თუ არ ისწავლე მაგის დატევა ვერც კითხვას ვერ დასვავ რატო? აი რატო კითხვა თუ არ დასვი აბა რა ვიცი. რა თქმა უნდა ეგრეა. იყავი ჰარდვეარი ის. ხო უბრალოდ ემოცია ხო რეაქცია უკვე წასული რეაქცია. ამიტომ მაგის დაკვირვება ყველაფერს უნდა დააკვირდე დაკვირვება შეგიძლია დააკვირდე. საინტერესო თვითონ ფხიზლად უნდა ვიყოთ რა. ხო თვითონ ეს პროცესი ძალიან ულიმიტოდ საინტერესოა და მე ვიკვლევ მეც manipulations და სწორედ ეს არის ამ სიხარული. კი, მე გავუზიაროთ ხომ ერთად. Absolutely. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან. მადლობა. არ ვიცი მე მგონი სახეზეც მეტყობა შენთან საუბრისას რაღაცნაირად კარგ ხასიათზე ვდგები ხოლმე რა. ძალიან ვიხარია. ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის. მადლობა შენ. ლაღი იმიტომ რომ მეც შენ მინდა რომ ლაღად იყო და მეც მინდა რომ ლაღად ვიყო. ხო იმიტომ რომ არ არის საჭირო რომ ითამაშო ის ტიპი რომელიც არ ხარ და ნამდვილად. სწორედ მაგაში თქვენს მოხ. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა შენ და მეგობრებო მე ვარ ძალიან ნასიამოვნები არ ვიცი. ძალიან მიყვარს ეს საუბრები და განსაკუთრებით მიყვარს დათოს მოსმენა და დაგვიტოვეთ კომენტარები, გამოიწერეთ ჩვენი არხი და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.